სახელმწიფოების მიღწევა. სტრიქონერად შემოიქმნება საქართველოს ბომბარდიის 26 პრეზიდენტის ცენტრის როგორ მოახერხა? სრულიად უბრალოდ და გარკვეულწილად. მაგურებელთა თვალწინ გააცოცხლეს ძირითადი ეტაპები საბჭოთა რაკეტები დღეს მშვიდობის ცენტრია. საიმედო დარაჯობს ჩვენი ხალხის შემოქმედებით. შესანიშნავ საჩუქრებს უზრდებენ მეცნიერებს, კულტურის, ლიტერატურის ხელოვნების მუშაკები. Советская Грузия сердечно приветствует вас. Ашიმონა იკითხებოდეს. ხალხური ხალხოთრაკი. მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია გადაცემა წითელი ზონა, რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობრივი პროგრამა. 9 წელი გავიდა ვარდების რევოლუციიდან. 9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობა, შეიძლება ასე ითქვას, ჩაითმოინათლა. ვარდების რევოლუციის 9 წელი. ვინ ნანობს ვარდების რევოლუციას და ვინ არა და ვის ეამაყება ვარდების რევოლუცია. უნდა აღვნიშნოთ თუ არა ეს თარიღი მუდმივად. და მოდით წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება საქართველო მომავალ წელს, როდესაც საქართველო ვარდების რევოლუციის 10 წლის თავს აღნიშნავს და საერთოდ აღნიშნავს თუ არა მომავალ წელს ამ იუბილეს. აი ამ საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს. ჩვენი სტუმარი იქნება ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, რომელიც ვარდების რევოლუციის წინა პერიოდს, შემდგომ პერიოდს გაიხსენებს. და ეს ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო საუბარი გამოვიდა აქედან ოკუპაციის მუზეუმიდან. ჩვენი გადაცემის ბოლოს ერთ ძალიან ორიგინალურ ფილმს ნახავთ, რომლის ავტორის ერიკ რომერის დამოკიდებულება, დიდი ფრანგი რეჟისორის ერიკ რომერის დამოკიდებულება საფრანგეთის რევოლუციისადმი საკმაოდ ორიგინალურია და მე ვიტყოდი ირონიულიც. და იმედი მაქვს, რომ ამ ირონიას წითელი ზონის მაყურებელი დააფასებს. ფილმს ქვია როიალისტი ქალი. სხვა შორის ჩვენ ვფიქრობდით თავდაპირველად, რომ დღევანდელი გადაცემის ბოლოს ბერნარდო ბერტოლუჩის მეოცნებეები გვეჩვენებინა, უბრალოდ ტექნიკური მიზეზის გამო შეიცვალა ჩვენი ფილმის პროგრამა, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან საინტერესოდ შეიცვალა. რადგანაც ფილმი როიალისტი ქალი, სხვა სათაურიც აქვს ამ ფილმს ინგლისელი ქალი და ჰერცოგი, ეს არის დიდი ფრანგი რეჟისორის ირონიული და ორიგინალური დამოკიდებულება რევოლუციისადმი და რევოლუციებისადმი საერთოდ. მაშასე ეთერშია გადაცემა წითელი ზონა, რომელიც ვარდების რევოლუციის 9 წლის თავს ეძღვნება. საერთოდ იდეა, რომ კმარა დაარსებულიყო, გაჩნდა სადღაც 2002 წლის ბოლოს. მე როგორც მახსოვს, ეს იყო იმ ადამიანების რაღაცა საერთო აზრი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 2003 წელს უნდა გამართულიყო, გაგვეკეთებინა ისეთი რაღაც, რაც ხელს შეუშლიდა მაშინდელ მთავრობას გაეყალბებინა არჩევნები. აქ შედიოდნენ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დაიგეგმა პირველი ასე თქვათ ვიზიტი, გაცნობითი ვიზიტი სერბეთში. ამ პირველი ვიზიტის მიზანი იყო, რომ საერთოდ გაგვეგო რას აკეთებდა არა მხოლოდ ოტპორი, არამედ სხვა ორგანიზაციებიც, მათ შორის იყვნენ CESID, რომელიც პარალელურ დათვლას აწარმოებდა იგივე მილოშევიჩის რეჟიმი, როდესაც ემხობოდა იმ კმარა გულგრილობა, შენი ხმა გადამწყვეტია. თითქმის ყოველ საღამოს ვიკრიბებოდით, ზოგი სამსახურის მერე მივდიოდით, ერთი ოფისი გვქონდა დაქირავებული, ოფისი რა რა, შეხვედრის ადგილი, იმას ოფის ვერც დაარქვა. იყო ორი ტიპის კამპანია, ერთი აი ესეთ წმინდა პოლიტიკური, სადაც აი თუ რამე იყო გასაპროტესტებელი დაკავება, ეს ყველაფერს ვაპროტესტებდით, ეს ერთი მიმართულება და მეორე მიმართულება იყო ძალიან კრეატიული, ასე ვთქვათ. აქ შედიოდა როგორც რეკლამები,
სლოგანები, რაღაც საინტერესო სლოგანებით, ამასაც ყველა თითქმის ერთად ვფიქრობდით და ვცდილობდნენ ძალიან დიდი კამათის ფასად გვიჯდებოდა თითოეული სიტყვის მოფიქრება. მახსოვს კმარას ლოგო კი არა, რაც ქვია ეს მუშტი, რომელიც აგვაქვს ეს დიდი ხნის ჯაბასის შედეგი იყო. გახსოვთ ალბათ, რომ კმარა პირველ ეტაპზე, სუსუ პირველად, როდესაც მარტის შუა რიცხვები იყო, ქუჩები ავავსეთ ანონიმურად ღამე ვწერდით კმარას. მინდა გითხრათ, რომ სულ 15 ადამიანი ვიყავით მაშინ, ვინც ესე გიჟებივით, ჩვენ მანქანებში საღებავი ვიყიდეთ ელიავას ბაზრობაზე, ჩვენივე ფულით, არანაირი სხვა რესურსი არ გვქონდა, ჩვენივე ფულით ვიყიდეთ ეს საღებავებით, ფუნჯები და მთელი ღამის განმავლობაში ერთ ღამეში მოვხატეთ თბილისის ყველა ცენტრალური ქუჩა. მე ძალიან შემთხვევით მოვხდი. შემთხვევით რა, თეატრალურში ვსწავლობდი და ერთ დღესაც როცა გამოვედი ლექციიდან, მოკლედ ეს წარწერები ვნახე, სადაც ეწერა კმარა და რამაც დამაინტერესა პრინციპში. ეს ხო რატომაც ჩავერთეთ და მე დაიწყო ესეთი პროცესები, რომ ერთი აქცია იყო, შემდეგ ბორჯომთან ახალდაობასთან დაარბიეს ეს აქცია, სადაც მე ვიყავი და აი ამ დარბევის შემდეგ შიდა ორგანიზაციული ესეთ პატრიოტიზმი უფრო ამაღლდა, რა თქმა უნდა. ჩემთვის, მე გადავწყვიტე, მაგალითი ვნახე, რა შეიძლება ხელისუფლება მოიმოქმედოს იმ შემთხვევაში, თუ მას არ ეთანხმები, ან პრობლემებს უქმნი. და ამის შემდეგ უფრო მოტივირებული გავხდი. შემდეგ იყო უფრო რეალობა შეეჯათ, ხო, ამ რომანტიკულობიდან ცოტა თუმცა ვერ ვიტყვი რომ რომანტიკამ დაკარგა, დაიკარგა. აი ის მეგონა მაშინ ყველაზე დიდი ბოროტება, რასაც ხელისუფლება ჩვენ გვიშვებოდა. თუმცა ამის პროვოცირებას პრინციპში ჩვენც ვახდენთ. პრინციპში იმ ორგანიზაციის მთავარი მიზანი იყო, რომ ხელისუფლებაში რაც იყო ძალადობრივი პოტენციალი, ეს გამოევლინა. ეს იყო დრო, როდესაც შემეძლო გამეკეთებინა ისეთი სიგიჟეები, როგორც ახალგაზრდას, რომელსაც უფლება აქვს გამოთქვას პროტესტი ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის ნებისმიერი ადამიანისთვის გამოეთქვა თავისი ძირეული პროტესტი იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რასაც განასახიერებდა ზოგისთვის ყოფილი რექტორი, ვთქვათ, ზოგისთვის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ზოგისთვის ყოფილი პრეზიდენტი. ზოგი სტატისტიკას აპროტესტებდა. მაგალითად მახსოვს მთელი სერია კმარა ვარდნა. პროდუქციის მოცულობა შემცირდა 5-ჯერ. არ აქვს საშუალება მოინახულოს ექიმი და შეიძლება 1 მილიონით შემცირდა. ჯერ ნაკლები ბავშვი იბადება ვიდრე 10 წლის. იმპორტიდან დამალული $200 მილიონი საკმარისი ეკოლოგიურად ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. კმარა ვარდნა. მე მინდა გითხრათ, რომ კმარაში ძალიან ბევრი ხანდაზმულიც იღებდა მონაწილეობას, მაგალითად არ შემიძლია არ თქვა, რომ ბევრი ბებიას ძალიან უნდა და გაწევრიანებულიყო რაღაცით დაგხმარებოდა და მაგალითისთვის ისინი მონაწილეობას იღებდნენ კარდაკარ აქციებში, ან ისეთ აქციებში, სადაც როგორც წესი ახალგაზრდას არ უშვებდნენ. მაგალითად, როდესაც ჩვენ რაღაც ლიფლეტები ქონდა გასავრცელებელი, მაშინ ისეთი პერიოდი იყო, რომ კარზე რო დაერეკა ვიღაცა ახალგაზრდას, რაღაც კმარას მაიკაში ჩაცმულ ადამიანს, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ვინმეს კარი გაეღო. თქვენ თუ არ მიხვალთ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე? არაფერი არ შეიძლება. მიეხმარე საკუთარ ქვეყანას. ცოტა ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ კმარას როლი რეალურად ოდნავ გადამეტებული იყო ხოლმე. თუმცა ეხლა უკვე აღარ ვთვლი ესე რა. თავი ის იყო, რომ ისე ვთქვი, რომ მანამდე პოლიტიკური დაპირისპირება როგორც წესი ავტომატების ფონზე ხდებოდა ხოლმე, ხო? ეს იყო პირველი პრეცედენტი, როცა შეიქმნა და პირველი პრეცედენტი იყო, როცა ეს ამ ტიპის ახალგაზრდული მოძრაობა იყო. კმარას ფუნქცია არ იყო ხო, ამომრჩევლის პოვნა, ან ხმების მოგროვება. კმარას ფუნქცია იყო მოწინააღმდეგისთვის ხმების დაკარგვინება. ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის გონია, რომ
ყველანაირი ნაგავი, მათ შორის პოლიტიკური ნაგავიც ვიღაცა მოვა და წაიღებს. წარმოიდგინეთ, როგორი რეაქცია იქნებოდა, ვთქვათ, სხვადასხვა ეზოში, რაღაცა მარას მაისურებით გამოწყობილი ახალგაზრდები მივდიოდით და ვამბობდით, რომ ეხლა დღეს დასუფთავების დღეა და ვასუფთავებთ. და ნუ რა მოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ, რას ასუფთავებთ, რა მიყართ, რა გინდათ ეს ვინ დაგაფინანსათ, ხო, რა ბავშვებო, მე მაინც მაინტერესებს. აი ეს განცხადებები, რომ თქვენ გმართავთ ოპოზიცია. ვისგან იმართებით? დაგვი კონკრეტით. ჩვენ ვიმართებით ერთადერთი ძალისაგან, ეს არის ჩვენი შინაგანი პროტესტი იმ მდგომარეობის მიმართ, რაც დღეს საქართველოში არის. მე ასე ვთვლი, რომ ეს თითოეული მოქალაქის მოვალეობა არის, მოიქცეს ისე რომ ასეთი ხელისუფლება მეორედ აღარ მოვიდეს ქვეყანაში. ხოლო რაც შეეხება ოპოზიციების მხრიდან მართვას, მე არ მგონია, რომ ეს არის ყოველი ადამიანის ღირსების შელახვა, რამდენადაც ჩვენ ესე იგი არ გაგვაჩინა საკუთარი აზროვნება. ჩვენ ესე იგი აუცილებლად ვიღაც უნდა გვმართავდეს. ეს ისევ ის კომუნისტური გადმონაშთია, რის წყალობითაც დღეს ჩვენ ამ დღეში აღმოჩნდა. მიზანს მიაღწია იმ კონკრეტულ ეტაპზე, რევოლუცია მოხდა, ხელისუფლება შეიცვალა. შესაბამისად გავლენა მოახდინა. თუმცა მერე ვეღარ გააგრძელა, ანუ ახალი ხელისუფლების კონტროლის ფუნქცია უკვე დაკარგა. რომ არა რევოლუცია, თუნდაც დღეს არ მოხდებოდა საპარლამენტო არჩევნების გზით პარლამენტში უმრავლესობის შეცვლა. ვარდების რევოლუციამ ეხლა გაიარა ტესტი და მე მგონია, რომ ძალიან კარგი ტესტი გაიარა იმ თვალსაზრისით, რომ თურმე შესაძლებელი აღმოჩნდა ჩვენს ქვეყანაში ერთხელ უსისხლოდ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით და ყველანაირი რევოლუციების გარეშე ხელისუფლების შეცვლა. ჩვენი გადაცემა გრძელდება, დღევანდელი ჩვენი გადაცემა ვარდების რევოლუციის მე-9 წლის თავს ეძღვნება. 1 წელი დაგვრჩა და აღნიშნავთ ვარდების რევოლუციის მე-10 წლის თავს, ანუ შეიძლება ითქვას იუბილეს. მე შესავალში ქალბატონ ნინო ბურჯანაძე, დიდი მადლობა ქალბატონ ნინო. ჩვენ ვფიქრობდით, ბევრი ვიფიქრეთ თუ როგორ გავაკეთოთ საერთოდ გადაცემა ამ თემაზე, თუ არ გავაკეთოთ და რა ვიცი, რამდენიმე ადამიანია ვინც ვაკეთებთ ამ გადაცემას, რადიო თავისუფლებაც რა თქმა უნდა და ყველა ჩემმა კოლეგამ ერთხმად ყველამ თქვა, რომ ყველაზე საინტერესო სტუმარი იქნება ნინო ბურჯანაძე. საინტერესო, იმიტომ რომ ალბათ შეიძლება ისეთი რაღაცები გვიამბოთ, რაც არ გითქვამთ აქამდე და მართლა რაც აინტერესებს მაყურებელს, მაგრამ ჩემი პირველი კითხვა ასეთი არის მაინც, რომ უნდა აღნიშნოთ თუ არ უნდა აღნიშნოთ ვარდების რევოლუციის წლისთავი თქვენი აზრით, რომ ძალიან ბევრმა დღეს უარი თქვა ამ ნიშნულოვან ჩემი აზრით თარიღზე, ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნულოვან თარიღზე და თulis რომ შეცდომა იყო მისი მონაწილეობა თუნდაც მაშინ რევოლუციაში. თქვენც თulis რომ შეცდომა იყო. დიდი მადლობა მოწვევისათვის და მე გეტყვით რომ ვფიქრობ რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ რომ არჩიეთ ეს თემა და ეგ ვნახოთ ეს გამოჩნდება ალბათ გადაცემის შემდეგ, როდესაც მაყურებელს დარჩება გარკვეული განწყობა ამ გადაცემასთან დაკავშირებით, მაგრამ ის რომ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი წარსული, ის რომ ჩვენ პოლიტიკური კონიუნქტურისგან თავისუფლად უნდა ვეცადოთ რომ შევაფასოთ როგორც წინაპირობები ამა თუ იმ მოვლენის, ასევე მის შედეგად დამდგარი მოვლენები, ეს არის აუცილებელი და ეს ჩვენ ყოველთვის დაგვეხმარება რომ არ დაუშვათ იგივე შეცდომები, რა შეცდომებიც იყო დაშვებული ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით. ეხლა შეიძლება ზეიმით არ ვიზეიმოთ, იმიტომ რომ ამის წინ ვკითხულობდი სწორედ რომ როგორ წესი მონუმენტები იდგმება, ან ზეიმი მიეძღვნება ხოლმე ან ბრძოლაში გამარჯვებას, ომში გამარჯვებას, რევოლუციაში გამარჯვებას და მშვიდობას და ნორმალურ ვითარებას და ნორმალურ მიმდინარეობას ცხოვრებისას, როგორ წესი ჩვენ აღვიქვამთ როგორც ჩვეულებრივ მოვლენას. ეს ალბათ გასაგებიც არის, შეიძლება არ ვიზეიმოთ ჩვენ ვარდების რევოლუცია, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ვარდების რევოლუცია იყო შედეგი იმ წინაპირობებისა, რომელიც იყო ქვეყანაში. გავიხსენოთ რა ვითარება იყო პრაქტიკულად მართლაც უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში. ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ თუ პირდაპირისია გადადებული, მაშინ ეს ორი სადები ერთმანეთზე გადადებული. და ბოლოს თუ ეს აიღით შეშო
მიდი კიდე. საქმე რა შეახლა თქვენ რომ ამბობთ 7 წელიწადს რო ანგარიშობთ რომ თქვენ დენის კონდათ უწყვეტი ეს იმიტომ რომ მთელი თავრობა აქ ცხოვრობდა და თავრობა თქვენ ვერ გამოუტიშეთ და ამათ ხაზზე ვიჯექით ჩვენ მაგრამ ახლა თავრობა წავიდა იქით იმიტომ რომ საშუალება აქვს თქვენით ცხოვრონ გამიგეთ და გამორდეთ ამიტომ დენი აი ამის საქმე ვიზე უარესი მდგომარეობა ქონდა ვინ დოდა კაცოსიდან დაწყებული ყველას ის რო აქ ჩართული რა ქვია დიზელები ჩავიდნენ ქალაქში ქვემოთ უკვე და ბინაში აი ამასია საქმე თავრობას ვერ გამოურჩეთ თქვენ დენი თავრობა წავიდა და ახლა მის ხაზზე ჩვენ დაგტოვეთ გუსტი მესამე საათზე ცხოვრობ მე ყოველ საღამოს ვაკვირდები გაჩერაღებულია თბილისში დიახ აი ამოვჯამდით ამ საღამოს პროფესორ გაცადუშევს და გადავხედოთ მესამე სართულიდან აი 5 საათიდან ამოვძაით და თუ ვერ ნახავთ ეს აი მე ნახე აი ზუსტად 5-დან 6 საათი ამოვიდა თუ იყო საკმაოდ დიდი უსამართლობაც, თუმცა ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსულმა უსამართლობამ სამწუხაროდ ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ გადაფარა წინა პერიოდში არსებული უსამართლობები. გადაფარა, რა თქმა უნდა. უკაცრავად, ეხლა მაგალითად რომ ამბობენ, რომ სასამართლო დაინგრა, ძალიან ხშირად გამიგე ასეთი რამ სასამართლოს ინსტიტუტი დაინგრა, მაგრამ სასამართლოს ინსტიტუტი იყო ვარდების რევოლუცია. იცით რაში იყო საქმე? ვარდების რევოლუციამდე იყო ჩანასახი სასამართლო ინსტიტუტის, მაგრამ ერთი პლუსი ჰქონდა იმ სასამართლო ინსტიტუტს, განსხვავებით ვარდების რევოლუციის შემდგომ არსებული სასამართლოსაგან. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო კორუმპირებული სასამართლო, ის არ იმართებოდა ერთი ხელიდან და შესაბამისად არსებობდა შანსი იმისა, რომ პატიოსანი და წესიერი მოსამართლის ხელში გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული სამართლიანი. ბერძნეთის კორპორაცია რუსვარ ჰოლდინგს BMW-ს სარჩელზე მოპასუხეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ივერია პლუსის მიმართ. მესამე პირი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კსტ 5,570,544 ამერიკული დოლარისა და გადაცილებული დროის სარგებლის 177,116 ამერიკული დოლარის გადახდევნების შესახებ ეთქვას უარი სარჩელის უსაბუძვლობისა გამო. შეგახსენებთ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ივერია პლუსის გენერალურ დირექტორს ნუგზარ შევარდნაძესა და ბერძნულ ფირმას შორის მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა 1995 წელს დაიწყო. წელიწად ნახევრის წინ ნუგზარ შევარდნაძის ბერძენი პარტნიორი გარდაიცვალა. ფირმის სამართალმემკვიდრეებმა კი, რომლებიც ამჟამად კორპორაცია რუსვარს წარმოადგენენ, ივერია პლუსისგან $5 მილიონ მეტი თანხის ამოღება განიზრახეს. თავად ნუგზარ შევარდნაძეს კი როგორც თვითონ აცხადებს, ბერძენ კოლეგასთან სადაო არაფერი ჰქონდა. როგორ შეიძლება ქონოდა დავა, ხო? ჩვენ მეგობრობდით და ეგეთი დავა სადაო რო ყოფილიყო, საერთოდ არც პარტნიორებდა და არც მეგობრებდით, ხო? ჩვენ არავით არ ისა ჰქონდა ერთმანეთთან. რამე გაუგებრობა. მერე მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა, რომელიც საერთოდ საქმის კურსში არ არიან, ხო? ის ვისი ვალი ქონდა ადრეებს თქვი, მაგი კაცმარეთის ეს ვიცოდი ჩვენ ორმა. ხო, ჩვენი ურთიერთობა ის ხან იყო, ეს ყველაფერი გამომდინარე საქმიანობა. მოკლედ რომ თქვათ, რუსვარი თხოვლობს თანხას, რომლის შესახებაც არანაირი იურიდიული დოკუმენტაცია არ არსებობს. მე მგონია მაგენს რო შევეკითხო, თვითონაც არ იციან რას გვედავებ. ხან ერთ თანხას იზახიან, ხან მეორეს, ხან მესამეს. თუ რაიმე ყოფილიყო აქამდე, ხო? ესე იგი 96-ში გადაწყვეტილი იქნებოდა ეს. არსებობს მხოლოდ წერილები. ეს წერილები ერთადერთია, რასაც ბერძნული მხარე ეყრდნობა და რომელთაც მოგვიანებით სასამართლო იურიდიულ დოკუმენტად არ ჩათვლის. სამაგიეროდ პარალელურად იკვეთება მეორე ქართული ფირმა იბერია 2000, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე ფირმა რუსვარის ვალი ნამდვილად ჰქონდა და ამ ვალის ნაწილი $150,000 ოდენობით უკვე გადაიხადა კიდეც. მას შემდეგ, რაც იბერია 2000-მა არსებობა დაასრულა, მის სამართალმემკვიდრეს ფირმა KST-ს დარჩენილი თანხის გადახდაზე ვარი არ უთქვამს. რაც გამოირიცხა პრაქტიკულად, გამოირიცხა სამწუხაროდ ვარდების რევოლუციის შემდეგ ყოველწლიურად ვთქვათ ეს ტენდენცია. ისევ დაუბრუნდეთ ესე შევარდნაძის ეპოქას, ასე ვთქვათ, ჩვენ ვლაპარაკობთ ამ ეპოქაზე, ხო? იქნებ ვარდების რევოლუციამდე რა სიტუაციაც იყო, აი ეს გავიხსენოთ, როდის დაიწყო კონფლიქტი, სერიოზული კონფლიქტი შევარდნაძის ხელისუფლებასთან, თქვენი ახალგაზრდა თაობის.
იცით რა, მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით 98 წლის შემდეგ, როდესაც უკვე მოახლოვდა საპრეზიდენტო არჩევნებისათვის განსაზღვრული ვადა, მე სრულიად ესე ვთქვათ, გაოცებული ვიყავი, როდესაც აღმოაჩინე, რომ პირველი რაზეც ფიქრობდნენ განსაკუთრებით სააკაშვილი, ეს იყო შემდეგი საპრეზიდენტო ვადა და ერთხელ ბატონ ზურაბ-ჟვანიას ისიც კი უთხრა, რომ პირველ ვადას დაგითმობ, მაგრამ მეორე ვადას არავითარ შემთხვევაშიო. ჩემთვის მიუღებელი იყო. ხო, რაღაც ისე მოულოდნელად და სრულიად გასაოცარი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან არა მგონია, ძალიან ბევრი რამ იყო გასაკეთებელი და ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო პრეზიდენტობაზე და საპრეზიდენტო ვადაზე ფიქრი. სამწუხაროდ მე დავინახე, რომ ხშირ შემთხვევაში იყო ვითარებები და გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც საერთო საქმის ინტერესიდან გამომდინარე კი არ მიიღებოდა, არამედ მიიღებოდა უკვე მომავალ საპრეზიდენტო ვადებზე გათვლით და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცუდი იყო. ერთი რამ ფაქტია, რომ სამწუხაროდ შევარდნაძის ხელისუფლებამ მიიყვანა ვარდების რევოლუციამდე საქმე. გამოვხატე ჩემი გამოგიზებულა. საქართველოს თემა უბედურება იქნება. მოდი და ვისაუბროთ. მეტი რა ვქნა. ჩვენ ესე იგი შევატყობინოთ ბატონ მიხეილს, თქვენი პოზიცია. გადავცემ ორივეს სამიშასაც და ალბათ ჯობია ბატონ ედვარდ, იმიტომ რომ ვითარება მართლა ძალიან რთულია და ეს აუცილებელია, რომ რაღაც გარკვეულწილად იყოს ხელისუფლებისგან ნაბიჯები გადადგა. უდიდეს პატივსაცემია, უდიდესი პოლიტიკური ძალა ხალხი გატყობს ადგილებზე, საკრედიტოა, ხო? ერთი ხმა მოგეცით, ერთმა შეგაროთ, მაგრამ სამი რო ზედმე ჩავდეს, მაგანა გაგა ვილაპარაკოს, რომ ქუჩაში ეს არ გაიგდოა. საოლქოში მივედი, თვალები დახუჭეს, დეგენერატები ხარ და გეუბნებიან. სასამართლოში მივედი, თვალები დახუჭეს და რა ვქნა ჩვენ? პატივსაცემთ უღმესად, მაგრამ ადგილებზე, არ ვიცი, აი, სწორი ინფორმაცია არავინ არ იყო ხა აღფრთოვანებული თავად რევოლუციით, ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად არა, იმიტომ რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მე მუდმივად ერთი ესე ვთქვათ სლოგანი და ლოზუნგი მქონდა ხოლმე გამოსვლის დროს, რომ ჩვენ გვჭირდება ევოლუცია და არა რევოლუცია, მაგრამ როგორც წესი რევოლუციამდე საქმე მიყავს ხოლმე ხელისუფლებას. ეს არის უდაო ჭეშმარიტება და ამ რევოლუციამდე საქმე მართლაც მიიყვანა შევარდნაძის ხელისუფლებამ. მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ ის იდეალები, რომელიც იყო გაცხადებული ვარდების რევოლუციის დროს, ნამდვილად სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, იმ ამოცანების განხორციელება, რომლისთვისაც არა მარტო მე, არამედ ათასობით ადამიანი ვიდექით ქუჩაში, ნამდვილად სჭირდებოდა ამ ამოცანების განხორციელება ქვეყანას და ის რომ ეს ამოცანები ვერ განხორციელდა მნიშვნელოვანწილად, ეს არ არის იმ ადამიანების ბრალი, ვისაც ვარდების რევოლუციის სჯეროდა და ერთ არც თავად რევოლუციის ბრალი არ არის. ეს არის იმ ლიდერების ბრალი, რომლებმაც უღალატეს ვარდების რევოლუციას, რომლებმაც არ შეასრულეს ან ვერ შეასრულეს ის დანაპირებები, რომელიც ხალხისათვის იყო მიცემული. ამიტომ მე ერთმნიშვნელოვნად ნამდვილად არ ვიტყოდი, რომ ვარდების რევოლუცია ნეგატიური მოვლენა იყო ქვეყნის ცხოვრებაში. თუ გრძნობდით, რომ ეს ის ლიდერები თქვით თქვენ, გასაგებია, ვისაც გულისხმობთ, რომ უღალატებდნენ მანამდე.
თქვა 90-იანი წლების ბოლოს, ამის ნიშნები თუ იყო. იცით რა, ეხლა მე არ მინდა ესე პოსტფაქტუმ გამომივიდეს, მაგრამ ალბათ პოსტფაქტუმ არც გამოდის, იმიტომ რომ მე 4 წლის წინ წამოვედი, ხო, 4 წლის წინ წამოვედი ამ ხელისუფლებისგან და თავად ის ფაქტი, რომ ბურჯანაძე დემოკრატები, ანუ ბურჯანაძის და ბატონი ზურაბ ჟვანიას გუნდი ვიყავით ცალკე რევოლუციამდე და არა სააკაშვილთან ერთად, ეს უკვე საუბრობდა და აჩვენებდა იმას, რომ ჩვენ შორის არის იდეოლოგიური განსხვავება. ეს მინდოდა მეკითხა. არ უნდა დაშვიდი ცხოვრება. გატარებდა. Victory of the people of Adjara, who proved that inseparable Georgia is the main value for them, who proved that they were fighting for freedom to be... მაგრამ რეიტინგი არ ქონდა ისეთი, როგორც ქონდა ნაციონალური მოძრაობა ერქვა, ხო, მაშინ ნაციონალურ მოძრაობას და ბევრი ამბობს, რომ ამიტომ გაერთიანდნენ. არა, არ გეთანხმებით, იცით რა, პირიქით, მაშინ ჩემი რეიტინგი იყო გაცილებით მაღალი, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური მოღვაწის. უბრალოდ გარდატეხა თქვენი რეიტინგი მაღალი იყო. ბურჯანაძე დემოკრატების გარდატეხა მოხდა ბათუმის მოვლენების შემდეგ, როდესაც სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ აბსოლუტურად მიზანმიმართულად პროვოცირება მოახდინეს ასლან აბაშიძის მხრიდან მიტინგის დარბევის, ეს იყო მათი მხრიდან პროვოცირება, როდესაც მათ თავად დაარბიეს პრაქტიკულად ბათუმის ოფისი და მე უბრალოდ გავიგერა ეს განვაცხადე უარი ბათუმის ოფისში ჩასვლაზე და მათთვის სოლიდარობის გამოცხადებაზე, თუმცა ეს ხმამაღლა მაშინ რა თქმა უნდა არ მithქვამს, მაგრამ მოსახლეობის თვალში ამ მოვლენამ გარდატეხა შეიტანა და მათ სამწუხაროდ მეტი არჩევანი გააკეთეს იმ ძალის სასარგებლოდ, რომელიც უფრო რადიკალური იყო. ხარით ანზორ დევაძეს სახთან ხდება მათი გადაჯგუფება კონკრეტული დავალებებით სხვადასხვა მისამართებზე გაგზავნა. ამასთანავე არის კონცენტრირებული ტექნიკა ჩოლოგზე და ქაქუთზე. ეს ტექნიკა მიზნად ისახავს ამ ორი შემშვები თუ გამოშვები პუნქტის გადაკეტვას და პრაქტიკულად ხაფანგში მოქცეული მთელი საარჩევნო კონტინგენტის უმოწყალო დარბევა მოხდება ჩვენი ინფორმაციით. გარდა ამისა, უკვე დაიწყო აქტივობები, ესე იგი ამ წუთას ქობულეთში ინტურისტის სასტუმროში განლაგებულ უბანზე არის შეჭრილი ესე იმის შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე რემბოთ წოდებული, რომელიც პრაქტიკულად უკვე ახორციელებს ამ უბნის დარბევას. ციხისძირში ასევე უბანზე არიან როსტომ ჯაფარიძე დეპუტატი მოიხსენებათ და ტარიელ ხალვაში. ბათუმში განსაკუთრებულ აქტივობას ქელფეთას რაზმები იჩენენ და ისინიც ახდენენ კონცენტრირებას. ანუ ჩვენ უკვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ იწყება იმ გეგმის განხორციელება, რომელზეც ჩვენ ლაპარაკობდით 2 დღის განმავლობაში. შორის არსებობს კონფლიქტი ადგილობრივ თავგასულ ფეოდალს და მის მოსახლეობას შორის. აბაშიძის თამაში არის, რომ აჭარა გამოყოს საქართველოდან, სრულიად ნათელია, რომ დღეს ის ამისკენ ილტვის და გააკეთოს ინსპირირება კონფლიქტური სიტუაციის დაფიქსირების, იმისაც, რომ შექმნას გარეშე ძალის ჩარევისთვის იურიდიული საფუძველი. მე ვფიქრობ, დღევანდელი დღის შემდეგ ის ამას ვერცერთ შემთხვევაში ვეღარ მოახერხებს. დღეს ყველასთვის სრულიად ნათელი გახდა, რომ საქართველოს ამ კუთხეში ცხოვრობს ღირსებით, პატრიოტიზმით, სამშობლოს უზომო სიყვარულით აღჭურვილი ხალხი, რომელიც გასცემს ძალიან სერიოზულ პასუხს ყველანაირ სამარცხვინო და მით უმეტეს
სეპარატისტულ მოქმედებას. იცით გოგი, მე მახსოვს ჩემი წინა საარჩევნო კამპანია, როდესაც ადამიანები მეუბნებოდნენ, რომ ქალბატონო თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ, მაგრამ თქვენ ყველას არ დაიჭერთ. ამიტომ ჩვენ მივცემთ ხმას ნაციონალურ მოძრაობას და სააკაშვილს, იმიტომ რომ ისინი ყველას დაიჭერენ. და კითხვაზე ყველა რატომ უნდა დაიჭირო, უნდა დაიჭირო მხოლოდ ის, ვინც დასაჭერია, პასუხი ადამიანებს არ ქონდათ. Салам. Хорошо, как у вас дела? Окей, давай. Пойдем посмотрим. When post is casting labor. ანუ ეს სამწუხაროდ ეს აგრესია იყო დაგროვილი წინა ხელისუფლების შეცდომების გამო და მოდით ვთქვათ რომ ანუ ეს გრძელდებოდა ეს ხო ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა რომ არ შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოება მართლა რაც ჩვენ გვინდა რომ შეიქმნას რომელიც სამართლებრივად იაზროვნებს ქალბატონი ხო არის ეს გეთანხმებით ბატონო გოგი პრობლემა იცით რაშია სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას დღემდე არ ყოლია ხელისუფლება რომელიც რეალურად შეეცდებოდა რომ სამოქალაქო საზოგადოება შექმნილიყო შევარდნაძის პერიოდში ამას ხელი არ ეშლებოდა მოდი პირდაპირ ვთქვათ და აღმოჩნდა რომ კომპარტიის ლიდერი შევარდნაძე გაცილებით უფრო დემოკრატი იყო ბუნებით ვიდრე ესე ვთქვათ ვითომ დემოკრატი სააკაშვილი მაგრამ მას ხელიც არ შეუწყია ამ პროცესის ჩამოყალიბებისათვის და ინსტიტუტების შექმნისათვის ხოლო შემდეგ სამწუხაროდ მე გაგახსენებთ ერთ მოვლენას როდესაც მე სამწუხაროდ ვერ მივიღე მხარდაჭერა ვერც ჟურნალისტების ვერც საზოგადოების მხრიდან როდესაც პირველი კონფლიქტი მოხდა ღიად ჩემსა და სააკაშვილს და ბატონ ზურაბს შორის როდესაც მე ვიბრძოდი პარლამენტის უფლებების შენარჩუნებისათვის და წინააღმდეგი ვიყავი კონსტიტუციური ცვლილებების რომელიც შედიოდა პირველი ცვლილებები იყო ეს სადღაც თებერვალში თუ მარტში 2004 წელს ანაში არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად არჩევნები ჩატარდეს ყოველგვარი დარღვევების გარეშე და საქართველოს აირჩიოს ის პრეზიდენტი რომელიც უნდა ქართულ ხალხს საქართველოს აირჩიოს ის პარლამენტი რომელიც წარმოადგენს ქართულ ხალხს და ქართველი ხალხის ნებას მე ღრმადა ვარ დარწმუნებული იმაში რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის წინსვლას ნამდვილად ვერაფერი ვერ შეაჩერებს სადიდებას სიტყვას ჩემთვის უზრუნველესი ქალბატონი მოიჯორბინაძე ბუჯანაძე მეგონა ასე დაიწყებდა დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ უსისხლოდ ეს ყოფილი პრეზიდენტის დამსახურება ედვარდ შევარდნაძის ადამიანს არ უნდა დაეკარგოს ის ღვაწლი და ის დილება რაც მას ჰქონდა აქვს და ექნება ბატონებს ჟვანიას ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს და ბატონ მიხეილ სააკაშვილს მე მინდა ვკითხო რატო ცდილობენ ისინი ძველი თუ ახალი პარლამენტის შემადგენლობის მეშვეობით დაიკანონონ დღევანდელი მდგომარეობა ლეგიტიმიზაცია მოახდინონ თავისი ძალიან სათუთი მდგომარეობის თქვენ ალალად თქვენ რომ რეალობა ასეთია ჩვენ ან
პირველი სახელმწიფო საბჭოვად, ან სამხედრო საბჭოვად და ბოდიშ გიხდით ან დროიდავად. მაშინ სამწუხაროდ საზოგადოებამ ეს აღიქვა როგორც ჩემი პირადი ბრძოლა საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და იმ ორგანიზაციის ან ორგანოს გასაძლიერებლად, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი და ჩემი არგუმენტები, რომ ეს არ არის მარტივი საკითხი, რომ პარლამენტის დასუსტება გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას, რომელსაც შემდეგ მოყვება უკვე ძალიან მძიმე შედეგები დემოკრატიული საფუძვლების არ მქონე ქვეყნისათვის, მეთქი სამწუხაროდ მაშინ გაგონილი არ იქნა და აღმოჩნდა, რომ ეს იყო პირველი ძალიან სერიოზული ეს ის დროა, როცა რესპუბლიკელებმა დატოვეს დიახ, ეს ის დროა, როდესაც დატოვეს ნაციონალური მოძრაობა და სამწუხაროდ არ შედგა ერთიანი ბრძოლა. მე მაშინ რესპუბლიკელებსაც ვთავაზობდი, რომ მოდით ერთად ვიბრძოლოთ შიგნიდან, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიღებული არ იყოს. ბოდიში, ისევ რომ დაუბრუნდეთ 2000 შევარდნაძის ეპოქას 2002 წელს, მაგალითად 2001 წელს და 2003 წელს, როდესაც თქვენ გაერთიანდით, მაინც გაერთიანდით, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ პრაქტიკულად რევოლუციის დროს. ხო, რევოლუციის დროს აღმოჩნდა, რომ ხალხს უნდა რადიკალური ქმედება. ისკენ რუსეთთან ერთად ესეთი ფილოსოფია. ეს არის უბრალოდ აბსურდული ლოზუნგი. რას ვირჩევთ? მე ოპოზიციაში ბევრს ვიცნობ და ბევრს ძალიან კარგად ვიცნობ. მე მინდა ვთქვა, რომ გუშინდელმა დღემ ბევრი ჩემი კრიტიციზმი მოხსნა, ანუ ვთქვათ, იგივე მიშასთან რაც მქონდა პრობლემა, იყო გუშინ მან აჩვენა, რომ ის პრობლემა მე მასთან აღარ მაქვს, ანუ ეს განდიანური გზა, რომელიც ჩემი გზა არის და ჩემი, ასე ვთქვათ, მიკერძოებული გზა არის. ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ ამას ბევრი იზიარებს, მე ხშირად უმცირესობაში ვარ, ბევრად უფრო ხშირად. ისეთი პროფესია მაქვს, რომ უმცირესობაში უნდა ვიყო და არა უმრავლესობაში. და აქედან გამომდინარე, ჩემთვის ყოველთვის მიშასთან, ესე იგი, პირველი შენიშვნა იყო, რომ ზედმეტი აგრესიის გარეშე მომხდარიყო ეს ყველაფერი. გუშინ მან მშვენივრად იმოქმედა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა და დაადასტურა, იგივე ჩემ მეგობარ გიასთან ერთად და ასე შემდეგ, რომ ძალადობის გარეშე ეს მშვენიერი, ასე ვთქვათ, შემოქმედებითი აქცია გამართა და რაც მეტი იქნება ესეთი უკეთესია და ყველაფერში მე დავდგები ჯარისკაცად, სულ არ მინდა იქ პიარი და მედია და ასე შემდეგ, იმიტომ რომ არ გვინდა არავის, იმიტომ რომ ეს კარგი რამეა და მისი კულები ღმერთმაკლას დაიწეროს ყველა კაი ხალხმა. თუ მთავრობა წაუბავს მხარს და ორივენი ერთად გახდებიან, რაც ნაკლებად დასაჯერებელია შემოქმედებითი, რაც მეტი იქნება ესეთი უკეთესი. მოდი მოვინდომოთ, რომ დავიჯეროთ, აი რაც დანარჩენ ოპოზიციას. მეც შენ გეთახმები გულით და სულით. დანარჩენ ოპოზიციასთან ძალიან ერთი ძლიერი კრიტიციზმი მაქვს. ფულის აღებას თავი დაანებონ საეჭვო წყაროებიდან. ანუ მე ახლა არ დავაკონკრეტებ დიდძალ ფულზე თუ გაყიდიან თავის პრინციპებს და მე ხა არ დავაკონკრეტებ ვიზია როგორ არის ლაპარაკი, მაგრამ მე ძალიან კმაყოფილი ვარ ბოლო ხანებში, როგორც იქცევა ოპოზიცია, ამიტომ ბუნებრივია, რომ მე ვარ ერთ-ერთი ამორჩეველი, რომლის უფლებაც დაკმაყოფილებული არ არის, მაგრამ თვითონ გამოიტანონ დასკვნები ყველამ იმან, ვისაც ამას ვეუბნები, რადგანაც ფულზე გაყიდული ვერასდროს ვეღარ იქნება ხალხის მსახური. ამარჩევნებმა აჩვენა, რომ ფული ვერ ყიდულობს არჩევნებს. კეთილი, სოზარ. ძალიან მოკლედ თუ შეიძლება, რომ კიდევ ერთი კითხვა გვაქვს მედალაში. რაც არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი ამ მიტინგებზე და ამ თელ მოძრაობაში. იქ არის ბევრი ისეთი პარტია, რომელიც ჩემთვის სრულად მიუღებელია, თქო, ვიწვი ჭაჭია პატიაშვილის ბლოკი, მაგრამ მათაც გაუყალბეს პარტია, მისაღებია, რომ ისინი იქ იდგნენ გაერთიანებული ოპოზიცია. არ შეიძლება დეიკიძე იდგეს ტრიბუნალზე და ადამიანი, რომელიც იყო პოლიციის უფროსი და რომლის დროსაც ყველაზე მეტად აწამებდნენ ადამიანებს. მას შემდეგ არავის დროს თვითცესვალავიძის დროს არც შემდეგ არ ყოფილა იმდენი წამება დათვიხავდათ იმაში საპატიო. რა უნდა ქნან, როცა მივა? არ უნდა მიიღონ. თქვა რომ ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ადამიანებს. კი, იმასაც გაუყალბეს გასაგები არჩევნები. ისიც შემომატებს რაღაც ძალას ამ მოძრაობას. ხო 100 კაცს მოიყვანს თუ 500 კაცს ჩამოიყვანს მუხრანიდან. არ აქვს მნიშვნელობა. ეგეთ ადამიანთან თანამშრომლობა არ შეიძლება, თუნდაც ამის გამო წავაგოთ ბრძოლა ხელისუფლებასთან. თუ დასამალი არ არის, თუ იყო დისკუსია ამ დროს თქვენსა და თქვათ სააკაშვილს შორის, ან ჟვანიასა და სააკაშვილს შორის. რაღაცა ისეცაც ხوار გაიხსენებთ ამ დროს ამ გაერთიანებას. დისკუსიები რა თქმა უნდა იყო, უბრალოდ ეხა თავისთავად ეს ჩვენი გაერთიანება გარკვეულწილად სპონტანურად მოხდა, იმიტომ რომ მართლაც უამრავი ადამიანი გამოვიდა უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის დროშით ქუჩაში, როგორც კი ჩვენ მოვუწოდეთ ადამიანებს, რომ დაგვეცვა ჩვენი ხმა, მაგრამ შემდეგ ძალიან ბევრი რამ სპონტანურად ვითარდებოდა. ძირითადად შემდეგ დისკუსიები უკვე, როდესაც გადადგა
შევარდნაძე, მას შემდეგ იყო როგორ უნდა განაწილებულიყო ძალაუფლება, ამაში მე ვერაფერს ცუდს ვერ ხედავ, ეს აბსოლუტურად ბუნებრივია, ცუდია ის რომ სამწუხაროდ არც ერთმა მონაწილემ ამ მოლაპარაკებისა ბურჩენაცის გარდა, ანუ ჩემს გარდა არ შეასრულა სამწუხაროდ თავისი სიტყვა. მე ვთვლი რომ შემდგარიყო უпростоრად რომ განხორციელებულიყო ის შეთანხმება, რომელიც ჩვენ შორის არსებობდა, როდესაც ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ უნდა იყოს დაბალანსებული საპრეზიდენტო, სამთავრობო და საპარლამენტო ძალაუფლება, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ბალანსი შევინარჩუნოთ, რომ შენარჩუნებულიყო ეს შეთანხმება, მე ვფიქრობ, რომ სრულიად სხვა ვითარება იქნებოდა დღეს საქართველოში, იმიტომ რომ მიმაჩნია მართლაც ფატალურ შეცდომად ბატონი ზურაბ ჟვანიას მხრიდან მისი პარტიის გაუქმება და ნაციონალური მოძრაობისათვის შეერთება, რაც მე პრაქტიკულად ტელევიზიით გავიგე და ეს ჩვენ შორის კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა და საფუძველი გახდა. ჩვენ მრავალი კვირის განმავლობაში ვთათფირობთ ამ საკითხებზე. ეს საუბრები დაიწყო ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, აი ვარდების რევოლუციის დღეებში და დღეს ჩვენ დარწმუნებით გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი ორი პარტია გაერთიანდება და ჩამოყალიბდება ერთიან პოლიტიკურ ძალად. ამითი ჩვენ გვსურს იმისი დემონსტრირება, რომ ჩვენ ერთიანად ვატარებთ პასუხისგებლობას, ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ იმ უზარმაზარ პასუხისგებლობას, რაც დაგვაკისრა თითეულს საქართველოს საზოგადოებამ, ქართველმა ამომრჩეველმა, რომელმაც 94%-ით მხარი დაუჭირა ჩვენს ლიდერს მიხეილ სააკაშვილს და ბუნებრივი არის თითეულის ამოცანად, მისიად ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვზიდოთ ერთად ეს ტვირთი, არ დაუშვათ არანაირი დაცალკევება, არ დაუშვათ არანაირი დაპირისპირება, არ დაუშვათ გათიშულობა და ერთად ვიმუშაოთ საიმისოდ, რომ თითოეულმა ადამიანმა ამ ქვეყანაში იგრძნოს, რომ ვითარება იცვლება უკეთესობისაკენ. მაგარი ხუდი დავიჭირე. მაგარი ხუდი დავიჭირე.ია დათონიშნული და დავიჭირე ასე მაგარი სამბაცებოთ ඇති და შაბის მოსაწყობი. თუ რაზე კარტოფონაზე იქა? არა, მე არ ვიცოდი, მე გავიგე ეს პრაქტიკულად ტელეეთერით, როდესაც უკვე გადაწყვეტილი იყო საკითხი და მე ვუთხარი კიდეც ბატონ ზურაბს, რომ ეს იქნებოდა მისთვის საბედისწერო შეცდომა. მე ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩემი სიტყვები ასე ტრაგიკულად და მალე ახდებოდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ დადასტურდება ზურაბ ჟვანიას მკვლელობის ფაქტი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წირაპირობად მაშინ შეიძლება ჩვენ ჩავთვალოთ სწორედ მისი მხრიდან პარტიის გაუქმება და მთლიანად ნაციონალური მოძრაობის ფრთისქვეშ გადასვლა, რაც ნაციონალური მოძრაობის იქნებ ისევ იმით, რომ დაკვეთა, ასე ვთქვათ, დიდი იყო სწორედ რადიკალურ. არა, რადიკალობა, იცით რაშია საქმე? მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მისი მხრიდან დაშვებული შეცდომა, ის ხედავდა ძალიან კარგად იმ პრობლემებს, რომლებიც იყო ნაციონალურ მოძრაობაში და რომელიც სააკაშვილს თან ზდევდა, მაგრამ მან ჩათვალა, რომ ვთქვათ, თუ ის ნაციონალურ მოძრაობასთან უფრო მეტად იქნებოდა ინტეგრირებული, მეტ ნდობას მოიპოვებდა და მეტი გავლენის მოპოვებას შეძლებდა. მე კიდე სხვაგვარად ვფიქრობდი, მე ხალხის თუ ნაციონალური მოძრაობის და შესაბამისად შეძლებდა, ვთქვათ, მეტიზე გავლენის მოხდენას უკვე ნაციონალური მოძრაობის მოქმედებებზე. მე კიდევ ვფიქრობდი სხვაგვარად. მე ვფიქრობდი, რომ პირიქით ჩემი და ბატონი ზურაბის და ჩემი ტანდემი უნდა შენარჩუნებულიყო, ბურჯანაძე დემოკრატების სიძლიერე უნდა შენარჩუნებულიყო და ჩვენ უნდა დაგვებალანსებინა ნაციონალური მოძრაობის რადიკალური გაუწონასწორებელი და ხშირად უსამართლო ქმედებები. მე დღესაც ვთვლი, რომ ეს იყო შანსი, რომ არ წასულიყო მოვლენები და არ განვითარებულიყო ისე, როგორც განვითარდა. ნუ შემდეგ სამწუხაროდ ბატონი ზურაბის გარდაცვალების შემდეგ მე საერთოდ მარტო აღმოვჩნდი მთელი, ესე ვთქვათ, ამ სპექტრის. ეს რადიკალიზმი იმით ხო არ შეიძლება ახსნათ, რომ ასე ვთქვათ, სიჩქარით 2004 წელს განსაკუთრებით. აი გახსოვთ,
მე სულ ვიხსენებ ხოლმე, რომ ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა ახალმა ხელისუფლებამ, აყარა ქუჩაში მოვაჭრეები, შესაბამისად ამან გააძვირა პროდუქტები, ერთის მხრივ ადამიანების მიერ დამოკიდებულება არის, რა თქმა უნდა, ეს ქედმაღლური, მაგრამ მეორეს მხრივ ეკონომიკას დაეტყო ეს. პროდუქტები გაძვირდა, ხალხს უფრო მეტად გაუჭირდა და ასე შემდეგ. ნავთის ბოთლით ხელში ზუგდიდელი მაია გაბედავა უკვე მეოთხე დღეა დღის განმავლობაში ბაზარს წრეს რამდენჯერ მეუვლის. ყიდველი თვითონ თუ არ მოძებნა და ნავთი არ გაეყიდა იმ 2 ან 3 ლარის გარეშე დარჩება, რომელიც საღამოს სახლში უნდა მიიტანოს. იმის შემდეგ, რაც გარევაჭრობა აიგრძალა, მისი მცირე ბიზნესი არც თუ ისე კარგად წავიდა. გარეთ მაგიდები იყო და იქ საერთოდ დამქონდა პური. აგერ დამაკ ნავთი დამაკ ეს ნავთი, რომელიც საერთოდ დამაკ თბილისიდან რო დამაკ საერთოდ ამას აგერ ვასხამ 9 ლიტრიანებით თვითონ ბოთლსაც ვყიდულობ. ზუგდიდში ბაზრის გარშემო ქუჩების ბორდიურებზე და ჯიხურების წინ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ასობით მოვაჭრე იდგა. ქუჩებში ისინი მას შემდეგ ვეღარ ვაჭრობენ, რაც ზუგდიდის რაიონის საკრებულოს 15 აპრილის დადგენილებით ქალაქში გარევაჭრობა აიგრძალა. ასეთი იყო ზუგდიდში იმ გარემოვაჭრეთა პირველი რეაქცია, როდესაც გაიგეს, რომ ქუჩაში საკუთარ საქონელს ვეღარ გაყიდიდნენ. ეს არის პირველი ეტაპი. ზუგდიდში ყველგან, ყველა ტროტუარზე, ყველა ადგილას გარევაჭრობა იქნება აღკვეთილი. ტროტუარით საერთოდ არ ჩანდა. ეს იყო ბრეზენტით დაცული, ბრეზენტით გადახურული გვირაბი. ზუგდიდის რაიონში დაახლოებით 900 გარემოვაჭრეა, რომელთა უმრავლესობა აფხაზეთიდან დევნილია. აქ 127,000 ადგილობრივი მაცხოვრებლის გარდა 53,000 აფხაზეთიდან დევნილი ცხოვრობს და მათი უმეტესობა თავს ვაჭრობით ირჩენს. დღეს ზუგდიდში წვიმიანი ამინდის გამო ხელზე და მხრებზე გადაკიდებულ საქონელს ქოლგას ამოფარებული მოვაჭრეები ბაზრის გარშემო დაატარებდნენ. გადახურული ბაზრის შენობაში ბევრი ცარიელი ადგილის მიუხედავად, მათი უმრავლესობა შესვლაზე უარს აცხადებს. ყველაფერს ძალიან სწრაფად აკეთებს რევოლუციის შემდეგ ახალი ხელისუფლება. ეს ყველა ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია, მე მგონი, ვინც რევოლუციის მერე მოდის, იმიტომ რომ უნდა გაიმართლოს თავისი ასტრაფოდ, ხო? თქვენ თუ გახსოვთ ეს პერიოდი და აი ეს დისკუსია თუ მიმდინარეობდა ქვეყნისში. უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ მე სწორედ იმიტომ ვიყავი ყოველთვის ევოლუციის და არა რევოლუციის მომხრე, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ იქნებოდა, რომ რევოლუციას ყოველთვის ზდევს. აი ესეთი სწრაფი გადაწყვეტილებები გარკვეულწილად სამართლიანობის დროშით განხორციელებული უსამართლობა, ესეც ყველა რევოლუციისთვის დამახასიათებელი გახლავთ, იმიტომ რომ ხალხის მოთხოვნა არის მართლაც რადიკალური და მე უბრალოდ არ მინდა კიდევ ერთხელ ხაზი არ გაუსვა იმ საკითხს, რომელიც თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ. დღესაც ჩვენ არა ვართ ბოლომდე ჩამოყალიბებული ისეთ სამართლიან და სამართლებრივ საზოგადოებად, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ბოლომდე სწორ განვითარებას და ამაზე მუშაობა ძალიან საჭიროა. დღესაც არის მოთხოვნები რადიკალური სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით და ეს სწორიც არის, იმიტომ რომ იმდენი უსამართლობა და იმდენი დანაშაული იყო ჩადენილი ბოლო წლების განმავლობაში. ამ დანაშაულების უყურადღებო დატოვება და უსამართლობის დაკანონება პრაქტიკულად ყოველად წარმოუდგენელია, იმიტომ რომ თუ ეს არ მოხდა, თუ ერთხელ და სამუდამოდ დამნაშავე არ დაისაჯა და ყველა ხელისუფალს არ ექნა იმისი განცდა, რომ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, თუ მან დანაშაული ჩაიდინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მას აუცილებლად მოეთხოვება პასუხი ამისათვის, ჩვენ ვერასოდეს ქვეყანა ვერ გავხდებით, მაგრამ ჩვენ დღეს უნდა გავაკეთოთ ის და დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რომ ყველა დანაშაული, ყველა დამნაშავე, თუნდაც მეც, თქვენც, მთელი საზოგადოება 1000%-ით ვიყოთ სამართლიანად დარწმუნებულნი, რომ ეს ადამიანები არიან დამნაშავენი, დაპატიმრებულნი იქნენ ყველა წესის დაცვით და მათ მიესაჯოთ არა პოლიტიკური ბრალდებებით, არამედ სამართლებრივი ბრალდებებით ყველა წესის დაცვით. რაც შეეხება 2004 წელს, სამწუხაროდ, აი მე მახსოვს ჩემი რეაქცია, პირველი შოკი, როდესაც პრაქტიკულად 2 დღის გადასული ვიყავი მე პარლამენტში, ანუ დავბრუნდი ჩემს კაბინეტში და 2 დღის დაწყებული ქონდა პრეზიდენტს თავისი მოღვაწეობა, როდესაც აი იმელის შენობაში გახსოვთ თქვენ ეს საგანგებო და საჩვენებელი სპეცოპერაცია ჩატარდა, როდესაც 2 სრულიად ესე ვთქვათ არასახიფათო ადამიანი სპეცოპერაციით და სპეცნაზით იქნა დაკავებული. მე მაშინ კიდევ ძალიან სერიოზულად
შევშფოთდი და მივხვდი რომ არ წავიდოდა ძალიან ბევრი რამ სწორი მიმართულებით, იმიტომ რომ ეს საჩვენებელი დაჭერა იყო ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი. სატელევიზიო დაჭერა. მაშინ ძალიან ბევრი იყო. ძალიან ბევრი იყო. საქართველოში კრიშების ახდის ეპოქა იწყება. იუსტიციის სამინისტრო ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის წინააღმდეგ კანონს ამზადებს. ცვლილებები შედის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსებში. დანაშაული, რომელიც დღემდე გამოძალვის სახელით იყო ცნობილი, გაცილებით უფრო ფართოვდება და მოიცავს ნარკოტიკების გავრცელებას, გაუპატიურებას, ცრუ მეწარმეობასა და მრავალ სხვა ქმედებას, რომელიც 10 წლის მანძილზე ორჯერ მაინც განმეორდება შემოსავლის მიღების მოტივით. სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლია თუ კი ეს ჩაითვლება საჭიროდ, დააყადაღონ ამ პირის ქონება და დააყადაღონ მისი ოჯახის წევრების ქონება და დააყადაღონ ყველა იმ პირის ქონება, რომლებიც დაკავშირებული იქნებიან ამ პირთან დანაშაულებრივ საქმიანობასთან, იმისათვის რომ მათ ვერ შეძლონ ქვეყნის გარეთ ამ ქონების გადამალვა, თუ ვერ შეძლონ სხვა პირებზე ამ ქონების გადაფორმება. ქონების ჩამორთმევის იდეის გარდა, რომელიც ასე პოპულარული გახდა ბოლო თვეების მანძილზე, რეკეტში ეჭვმიტანილის წინააღმდეგ საქმის წარმოებაც მარტივდება. ეს პრაქტიკოსების მოთხოვნა იყო, რომლებსაც ამიერიდან კერძო პირების დაუსწრებლად გასამართლების საშუალება მიეცემათ. ძველი კანონმდებლობით, როდესაც მაგალითად პირი, რომელიც მიმართავს სამართლის წარმოება მიმდინარეობს, ის დაემალებოდა გამოძიებას, ამ შემთხვევაში საქმის წარმოება ჩერდებოდა და ეს საქმე საკმაოდ დიდი ხანით არ აღწევდა და შესაძლებელია შემდგომში ეწოდებოდა კიდევაც, მაგრამ დღევანდელ შემთხვევაში საქმის წარმოება არ შეჩერდება. პროკურატურა დარწმუნებულია, რომ მსგავსი წესების არ ქონამ აქამდე სახელმწიფოს მრავალი მილიონი დააკარგვინა. გავსი მუხლებით არაერთი პირი გასამართლებულა და გამოძიებით პრაქტიკულად დადგენილი იყო, რომ ეს წარმოადგენდა შემოსავლის ან სხვა ქონებრივი სარგებლის მიღების სისტემატურად მიღების სხვა წყაროს, არაერთჯერად და ორგანიზებულ საქმიანობას. აი ეს კანონი რო ჩვენ გქონოდა მაშინ, უნებრივია მათ მოხდებოდა მათი გასამართლება, როგორც რეკეტირებისა და მოხდებოდა თქვა მათი ქონების ჩამორთმევა. პრაქტიკოს მრავლდებელთა და გამომძიებელთა მსგავსად კანონპროექტს პრაქტიკოსი დამცველების იწონებენ. თუმცა აკაკი ჩხაიძის ადვოკატ არჩილ კბილაშვილს აფიქრებს პროკურატურის გაზრდილი უფლებები ქონების რეკეტული წარმომავლობის დამტკიცებისას. დაშინება იყო. გიგა ბოკერიას კი მე ჩემი კამათის და ესე ვთქვათ კატეგორიული ესე ვთქვათ მოთხოვნების საპასუხოდ, როდესაც ვამბობდი რომ უნდა ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს ეს საჩვენებელი დაჭერები, მე მივიღე იგივე სააკაშვილისგან და ბოკერიასგან ესეთი პასუხი, რომ ქალბატონინო, ამდენი საჩვენებელი დაჭერაა და მაინც ხალხი ქრთამს იღებს და წარმოიდგინეთ ეს რომ არ იყოს ხალხი რას გააკეთებს. ანუ ყველაფერს უძებნიდნენ ხოლმე გამართლებას. მე მესმის სიჩქარე. იქ ნათქვამი იყო. ანუ ეს ტემპერამენტის ამბავია უკვე. იცით რა საჩვენებელი დაჭერა, საჩვენებელი დასჯა, თქვენ ხომ ძალიან კარგად იცით, რომ მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში არსებობდა სიკვდილით დასჯა ამა თუ იმ დანაშაულისათვის, მაგრამ ამას დანაშაული არ შეუმცირებია. ეს სხვა მეთოდებით არის ბრძოლა საჭირო დანაშაულთან. იცით, აი ესეთი გადაწყვეტილებები, რომ ეს ორგანიზაცია უნდა გაუქმდეს, იმიტომ რომ კორუფციის წყაროა, მაშინ ყველაფერი უნდა გაუქმდეს, მაშინ უნდა გაუქმდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი, პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო. ეს არ არის არგუმენტი, რომ იქ კორუფციაა და ამიტომ უნდა გაუქმდეს. არგუმენტი არის ის, რომ შენ უნდა შექმნა ისეთი პირობები, რომ კორუფცია არ იყოს და მართლაც სამართლიანი იყოს ქვეყანა. რაც შეეხება სწრაფ გადაწყვეტილებებს, აი თქვენ გარემოვაჭრეები ახსენეთ და ბევრი სხვა სწრაფი გადაწყვეტილება, ჩემთან სამწუხაროდ, ჩვენ ყოველთვის კამათობდით იმაზე, რომ სააკაშვილი ფიქრობდა ხვალინდელ დღეზე და არასოდეს ზეგინდელ დღეზე. მას ჭირდებოდა სპეცეფექტები მაქსიმალურად სწრაფად და მოდით ვთქვათ, რომ გარკვეულ წილად ამ სპეცეფექტებმა თავისი შედეგი მოიტანა. მოიტანა როგორც საზოგადოების ნაწილის ყოველ შემთხვევაში დიდი ნაწილის თვალში, ასევე განსაკუთრებით ამან იმუშავა უცხოეთში. როდესაც ეს ფასადური დემოკრატია დღემდე გარკვეულ წილად ინარჩუნებს თავის ხიბლს. გასაგებია, ამ თემას დაუბრუნდებით უბრალოდ რო არ დამავიწყდეს შევარდნაძის ფაქტორი, ხო ვიხსენებ შეხვედრას შევარდნაძესთან, იქ ჟვანია იყო და სააკაშვილი, თქვენ არ იყავით. მაშინ საუბრობდნენ იმაზე, რომ შევარდნაძე ყველაზე მეტად გაბრაზებულია ნინო ბურჯანაძეზე. ასე იყო? იცით რა, თქვენ უნდა მოხვიდეთ ასე თქვა თქვენი დრო. როგორც ჩანს ესე იყო, იმიტომ რომ შემდგომ ინტერვიუებშიც ეს არაერთ გზის გამოჩნდა. იცით რა, ჩემთვის ეს გაუგებარია, იმიტომ რომ მე პირიქით ვფიქრობ, რომ ხას შევარდნაძე რა და ნამდვილად გონიერი ადამიანია და მას ანალიზის უნარი ნამდვილად არაჩვეულებრივად აქვს, არა? სხვათა შორის ქალბატონი ნინო ბურჯანაძე არ ამბობს ასე, რომ არაფერი არ გაკეთებულა.
ის აფასებს ამ ყველაფერს აშკარად ჩანს მისი განცხადებებიდანაც და თვითონ აი ქალბატონ ნინოსგან რამდენად ელოდებოდით აი როდიდან დაიძაბა თქვა ურთიერთობები ეს ალბათ გაცილებით ადრე დაიწყო ხო დაპირისპირება იგი აცხადებს რომ ერთგული ადამიანები ნაკლებად იყვნენ თქვენს გარშემო მე ყველაზე უფრო დიდი ხანია ვიცნობ სულაბ ჟანიას 7 წელი მუშაობდით ერთად ის იყო გენერალური მდივანი ჩემი რეკომენდაციით მაშინ პარლამენტში უმრავლესობა მოქალაქეებს ჰქონდათ მოქალაქეთა კავშირს ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე გახდა და კარგად თანამშრომლობდი ძალიან კარგად მიხარდა რომ ნიჭიერი კაცია სწრაფად იზრდება მართლა სწრაფად გაიზარდა ძალიან მე პატარა გაუგებრობა იყო ესეთი რომელიც ყველა ქვეყანაში და ყველა პოლიტიკოს შორის ხდება ხოლმე ნინოსანი სიახლო არ ვიყავი მაგრამ ოჯახს ვიცნობდი მასაც ვიცნობდი კომიტეტის თავმჯდომარე იყო და ჭკვიანი და ნიჭიერი ხალია და მე მგონი ობიექტურიც შედარებით სხვებთან შედარებით ობიექტური ავტორიტეტიც კარგი აქვს ქვეყანაში როგორც მე ვიცი ახლა ჩემზე მეტი თქვენ იცით მე ვფიქრობ რომ მას ჩემგან არ უნდა წენოდა პირიქით მას უნდა გახსენებოდა ის რომ მე მას ვაფრთხილებდი ამის თაობაზე მე ჯერ კიდევ 2003 წლის აპრილში ვუთხარი შევარდნაძეს როდესაც გამოქვეყნდა უბრალოდ მზადდებოდა მოქალაქეთა კავშირის სიები მე ვუთხარი რომ თუ ეს ადამიანები იქნებოდნენ მისი სახეები საპარლამენტო არჩევნებზე და ეს ადამიანები და მოქალაქეთა კავშირი გაფორმდებოდა როგორც მოგებული ძალა ის აუცილებლად რევოლუციას მიიღებდა მე მას ვაფრთხილებდი რომ მისი მინისტრები რომლებიც სამწუხაროდ ვერ ახერხებდნენ იმასაც კი აღარ ვლაპარაკობ რომ არამკორუმპირებულები უნდა ყოფილიყვნენ ის მაინც რომ მოეხერხებიათ რაც მეტნაკლებად მოახერხა სააკაშვილის მთავრობამ სხვათა შორის რომ თვითონაც ძალიან გამდიდრდნენ მაგრამ ბიუჯეტიც მეტნაკლებად გაამდიდრეს და რაღაცას აკეთებდნენ ხა არ შეიძლება ითქვას რომ არაფერი არ გაკეთებულა მე ვუთხარი კიდეც ბატონ ედვარდს მაშინ რომ თქვენი მინისტრები 50%-ს მაინც რომ იდებდნენ მეთქი ჯიბეში და 50%-ს ქვეყანას ახმარდნენ სულ სხვა ვითარება იქნება მეთქი ქვეყანაში აღარ ვლაპარაკობ იმას რომ საერთოდ ეს თემა უბრალოდ არასწორია ხო რა რას ნიშნავს ბიუჯეტის სახსრებს იდებდნენ ანუ მე რეალურად ვაფრთხილებდი შევარდნაძეს რომ მოხდებოდა ის რაც მოხდა და მე ძალიან მწუხვარ და ვუთხარი კიდეც ერთხელ მას იმის თაობაზე რომ მე ბატონ ედვარდ მრჩებაში დაბეჭდილება მეთქი რომ თქვენ რაღაცნაირად ხელს უწყობთ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლას თქვენ გინდათ რომ სააკაშვილი მოვიდეს ხელისუფლებაში დილიდან სახელმწიფო კანცელარიით მუშაობის ჩოულ რიტმს დაუბრუნდა ოპოზიციის მიერ აღებულმა ტაიმაუტმა თავისი კვალი მთავრობასაც დაატყო ინგოროყვას ქუჩა სადაც კანცელარიის შენობა დგას თანდათანობით ტოვებს შინაგანი ჯარი და მის ადგილს თბილისის სპეცდანიშნულების რაზმი იკავებს კანცელარიის ეზოში კობან არჩევანში თემურ მღებრიშვილი წვის სახელმწიფო კანცელარიის შენობაში ჩოჩქორი დღის მეორე ნახევრიდან ძლიერდება ართენիր ჯორბენაძის კაბინეტს სახელმწიფო ბლოკის ლიდერები მორიგეობით სტუმრობენ ლევან მამალაძეს გურამ შარაძეცვლის მას გია ყარყარაშვილი და ასე შემდეგ საუბრების მთავარი თემა ოპოზიციის მიერ გამოცხადებული დაუმორჩილებლობის აქციაა დამორჩილებულები როდის იყვნენ ისეთივე დაუმორჩილებლები იყვნენ როდესაც დამორჩილებულად მოქონდათ თავი და დღეიდან კიდევ ისეთი დაუმორჩილებლები არიან როგორც დამორჩილებულები ხელისუფლების პოზიცია ისეთია დაუმორჩილებლობას და კანონის წინააღმდეგ თავხედურად მოქმედებას პასუხი უნდა მოეთხოვოს რა როგორი იმის მიხედვით თუ რას დააშავებს მე არა ვარ მრჩეველი კანცელარიის მე ვარ მეგობარი პიროვნებების და ხელისუფლებისგან თუ დავინახავ ქვეყნისათვის სასარგებლო ქმედებებს დაუჭერ მხარს თუ ვერ დავინახავ ამ ქმედებებს ვიტყვი რომ არ არის ეს სწორედ პრეზიდენტი შაბათი მისთვის დითირ ამბების მიწვნის სრულდება სახელმწიფო კანცელარიის მე-11 სართულს ქვემო ქართლის ინტელიგენციას სტუმრობს რომელიც ალბათ პრეზიდენტისთვის წინადღეების ხმაურიანი მოვლენების დასავიწყებლად ლევან მამალაძემ სახელდახელოდ შეკრიბა მე მაინც გონია შვიდობიანად უნდა მოწეს რიგდეს ეს საკითხი ესე იგი უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები და
საერთოდ უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი ძალისმიერი მეთოდები. Мы, как президент, требуем, чтобы он должен отвечать таких обвинений в адрес азербайджанцев раз. И самое главное, мы тоже голосовали, которые результатов тоже не увидели в парламенте, если так сказать. Из правительственного блока попадает по списку в парламент всего один человек. კონკრეტულად რაც ფიქრობს სამსაკის პრეზიდენტი ჯერჯერობით ბუნდოვანია. პრეზიდენტის პრესდივანი პრესასთან გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მთავრობამ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს. კახაინაძე ასევე საუბრობს იმ საკადოცვლებებზე, რომელსაც პრეზიდენტი უახლოეს დღეებში განახორციელებს. გავრცელებული აზრი არის, ხომ არ დაიჯერეთ რომ ეს ასე. იცით რა, მე გულწრფელად ვუთხარი მას ეს, იმიტომ რომ ისეთი ნაბიჯები იდგმებოდა, ისეთი, ასე ვთქვათ, ქმედებები ხორციელდებოდა ხელისუფლების მხრიდან, რომ ამას ლოგიკური ახსნა უბრალოდ სამწუხაროდ ნამდვილად არ ქონდა და რეალურად მოხდა ის. ამასთან დაკავშირებით მინდა სწორედ გითხოთ ივანოვის ჩამოსვლა. ეს ესეთი უცნაური ამბავი იყო ივანოვის ჩამოსვლა და ხო ვერ მოგიყვებით, საით რატო გვესტუმრა ივანოვი და ფაქტობრივად ივანოვმა გადაწყვიტა რევოლუციის ბედი შეიძლება. Началась беседа между президентом Грузии Эдуардом Ильичем Шеварднадзе и лидерами оппозиции. Я думаю, что это принципиально важно, что должен быть диалог. Мы об этом говорили. Мы уверены, что через диалог можно решить все те проблемы, которые возникли в связи с выборами. Главное – это думать о будущем Грузии, о стабильности Грузии, о целостности территориальной Грузии. Я думаю, что все и президент России, и руководители политических сил, они именно будут руководствоваться этими принципами, принимая те или иные решения. Но это суверенное право Грузии решать свои внутренние проблемы, поэтому сейчас и президент, и руководители остались наедине для обсуждения этих проблем. Спасибо. იცით რა, მე არ ვიტყოდი რომ ივანოვმა გადაწყვიტა რევოლუციის ბედი, იმიტომ რომ როდესაც ივანოვი წავიდა, ის დარწმუნებული იყო, რომ მან მოაგვარა საკითხი, დარწმუნებული იყო, რომ შევარდნაძე დაითანხმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების, ან ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და მან ეს მესიჯი გადასცა კიდეც კრემლში, როდესაც ის თვითმფრინავში ჯდებოდა. ამიტომ ვერ ვიტყვით რომ ივანოვმა გადაწყვიტა ამ რევოლუციის რატო ჩამოვიდა? ანუ ვინ დაპატიჟა? ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ეს, იმიტომ რომ სიმართლე გითხრათ, თქვენ იცით რომ მე მთელი 3 კვირის განმავლობაში პარლამენტის შენობაში ვიყავი 2013 წლის ნოემბრის განმავლობაში. მე ვერ გეტყვით. მე ვფიქრობ რომ ეს გადაწყვეტილება თავად, ასე ვთქვათ, რუსეთში იქნა მიღებული, ალბათ შევარდნაძესთან კონსულტაციის შედეგად, იმიტომ რომ ჩემთვისაც, ბატონი ზურაბისთვისაც და სააკაშვილისთვისაც ეს ჩამოსვლა ივანოვის იყო აბსოლუტურად მოულოდნელი და ის მოთხოვნაც, რომელიც მან თხოვნა უფრო სწორად გადმოგცა, ეხლა მოთხოვნას ვერ გვეტყოდა ბუნებრივია, ჩვენთვის უკვე იმ ეტაპზე აღარ იყო მისაღები, იმიტომ რომ იქ საუბარი იყო, ასე ვთქვათ, შეგუებაზე იმ რეალობასთან, რომელიც არის და რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ, 1 წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე. მე ვფიქრობ, რომ საბედისწერო შეცდომა იყო დაშვებული შევარდნაძის მხრიდან, როდესაც ჩვენი პირველი შეხვედრის დროს, როცა ჩვენ კრწანიში მას შევხვდით და ვთხოვდით არა პრეზიდენტის გადადგომას, არამედ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, ვფიქრობ, რომ საბედისწერო შეცდომა იყო მისთვისაც და ქვეყნისთვისაც, რომ მან უარი განაცხადა ამ არჩევნების ჩატარებაზე. ამან მიიყვანა საბოლოო ჯამში ყველაფერი უკვე რევოლუციამდე და მისი გადადგომა. არ იყო შედეგი, ჩვენ მაქსიმალურად მივაწოდეთ პრეზიდენტს ინფორმაცია ყველაფერი მასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა არჩევნების განმავლობაში. დეტალურად შევეცადეთ ამოხსნა მოსახლეობის განწყობა, ის რაც ხდება ეხლა ამ წუთებში, თუნდაც პარლამენტის ჯერჯერობით გამოსავალი ნაპოვნი კონკრეტული წინადადებები შემოთავაზებული სიამოვნების და პრეზიდენტის მხრიდან დაავალებს
შესაბამის ადამიანებს და სტრუქტურებს რომ გაერკვეს თავად მომხმარებაში და ხვალ იქნება მზად პასუხისთვის. მე მხოლოდ ეს შემიძლია ამჯერად. მე უნდა გითხრათ, რომ პრეზიდენტი დღეს აშკარად არის მომზადებული ამ საუბრისათვის. პრაქტიკულად ძალიან მწუავით და პირდაპირ ყველა პრობლემები ამ შეხვედრას დაუფიქსირა პრეზიდენტს, რომ ის რაც მოხდა 2 ნოემბერს საქართველოში ვერანაირად ვერ შეფასდება როგორც არჩევნები, ჩვენ ვერ მივიღეთ კონკრეტული პასუხი ვერც ერთ საკითხზე, თუმცა პრეზიდენტმა მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს მოხდა ძალიან ისეთი შელაპარაკება მასა და სააკაშვილის შორის და ჩვენ შევყოლით იმის გამო რომ მონღოლურად მოხდა, უნდა გითხრათ, რომ მან კიდე ითხოვა საშუალება, რომ გაგრძელდეს ეს კონსულტაციები, ამიტომ ჩვენ ჩამოვყალიბდებით და მოგახსენებთ სულ მცირე ხანში ჩვენ საბოლოო პოზიციას. ჩვენ აღიარებდა რომ ეს არჩევნები გაყალბდა. არა, ჩვენთან მას ეს არ უთქვამს და მე ვფიქრობ, რომ ამაში ლომის წვლილი იყო მისი გარემოცვის, რომელიც მას ძალიან დათვურ სამსახურს უწევდა, უფრო მეტიც მე შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ჩვენ მას ვუთხარით, რომ ჩვენ უნდა ვუთხრათ 50,000 ადამიანია პარლამენტის წინ შეკრებილი თქვენი პასუხი, გითხრა რომ რა 50,000 იქ 1000 კაციც არ დგას. ჩემი რეაქცია იყო ძალიან ბუნებრივი, ბატონო, ჩავრთოთ ტელევიზორი და ვნახოთ პირდაპირ ეთერში რამდენი ადამიანი დგას. ტელევიზორი მაინტერესებს სწორედ ეს იყო რუსთავი 2, ანუ რუსთავი 2-ის ისტორიაც არის ძალიან საინტერესო, მე ამაზე მინდა საერთოდ ერთხელ გადაცემა გავაკეთო და კარგად გამოგივათ და ძალიან საინტერესო არის თვითონ რუსთავი 2 როგორ გაჩნდა. მე-6 დღე 2 ნოემბრიდან მასობრივი პროტესტის დასაწყისი. ოპოზიცია და ხალხი ქალაქის მთავარ მოედანზე იკრიბებოდა. ჩვენ არ შევეგუებით არავითარ შემთხვევაში იმას, რომ საქართველოში დემოკრატია მოგვიდეს. ჩვენ გაგიმარჯვოთ, თქვენ სიმტკიცეს და იმას, რომ არ დადგეთ თავარი ხიფსება და თავისუფლება. ეს ოპოზიციის პირველი გამოსვლებია ერთკვირიანი პროტესტის წინ. ამის შემდეგ მიტინგი პარლამენტთან 7 დღით ინაცვლებს. 7 დღის მანძილზე მომიტინგეებს სტუდენტობა და რაიონებიდან ჩამოსული მოსახლეობა უერთდება. ხალხი მიტინგზე პოლიციის მიერ გადაკეტილი შემოსასვლელებიდან ფეხით მოდის. ხეთის რაიონის სოფელ მუხრანის მოსახლეობას, რომელიც მოვიდა ჩვენთან, მიესალმოთ მას! ჩვენ ერთად ყოფნას გაუვართ! მსგავსი ოვაციები პარლამენტის წინ კვირის ბოლომდე ისმის. ისევე როგორც ის მოთხოვნები, რომელიც არჩევნების შემდეგ გაჩნდა. ხმების სამართლიანად დათვლას ითხოვს ოპოზიციაც და მომიტინგეებიც. მათ შორის ბევრი ნაცნობი სახეა. ისინი, ვინც ქუჩაში პროტესტის პირველივე დღეებიდან გამოვიდნენ, ცვლილებებს ელოდებიან. ატომა საზოგადოებამ დაამტკიცა, რომ ის შეიძლება ქუჩაში გამოვიდეს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა მას შეულახავენ ღირსებას და თავმოყარეობას. გარდა იმისა, რომ მე დღეს მხნეთ ვარ, იმიტომ რომ მე ამაყება კიდე წო ხელისუფლებაში აუცილებლად აღმოჩნდებიან ადამიანები, ვინც მიხვდებიან, რომ ხალხის ნება არის უზენაესი. და ხალხი, როცა ხალხი უკვე ისმერდება ხელისუფლება, ყოველთვის იმეორჯობს ხალხი. რომ მიყვარდა ჩემი ხალხი, დღეს მეტად რომ შემიყვარდა უფრო. იმიტომ რომ ხედავ აი ამ წესრიგს, ამ წესიერებას და აი ამ დამოკიდებულებას, აი ამ ფაქტის სამი რა ფაქტის გამოცა ვარ ჩვენ აქ. ასეა დღეს შეკრებილი. მესამე წვიმიან ღამეს პარლამენტის წინ შიმშილობა იწყება. ამ დროს პარლამენტთან უკვე მისულია პრეზიდენტი. ჩაშლილია ოპოზიციის ლიდერების მოლაპარაკებები შევარდნაძესთან. 2 დღის შემდეგ კიდევ ერთი მცდელობა მომიტინგეებს მთავრობამ მოусმინოს უშედეგოდ მთავრდება. ოპოზიცია ერთიან გადაწყვეტილებას იღებს. ეს ზოგადად ქართულ ხალხს სალაპარაკობას არაფერი აღარ შეიძლება ჰქონდეს. გარდა ერთისა პრეზიდენტის უპირობო და დაუყოვნებლივი გადადგომა. ეს პოზიცია შეთანხმებულია ჩვენ პოლიტიკურ პარტნიორებთან. მართლაც უდრეკლად დგეხართ. ეს უკვე ის ხალხია, ვინც პარლამენტთან ოპოზიციის ლიდერების მოწოდებების შემდეგ მიდის და პრეზიდენტის მოსვლას დუმებით ითხოვს.
დუმილი კანცელარიის მისადგომებთან შეძახილებით იცვლება. აქ ჩუმად მხოლოდ სპექტაკლები. ისინი ვინც მომიტინგეებს კიბეებთან დახვდა. დუმილია ცესკოშიც 1 საათის შემდეგ. დღის ბოლოს კი მომიტინგეების ჯაჭვს სახელმწიფო კანცელარიაც დუმილით ხვდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო თქვენი მედია? კი. ჩემი არა. ჩემი არა, იმიტომ რომ არა, იცით რა შეა საქმე. სააკაშვილი და იგივე ბატონი ზურაბიც ისინი ყოველთვის როგორც ნამდვილი პოლიტიკოსები ბუნებრივად მუშაობდნენ საკუთარი იმიჯზე, ჩემთან დაკავშირებით კეთდებოდა იმდენი, რამდენიც ეს საერთო საქმეს დაჭირდებოდა და უფრო მეცაც გეტყვით, ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა გუნდის შიგნიდან დაწყებული იყო არა რევოლუციის შემდეგ, არამედ რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე, როდესაც იწერებოდა შეკვეთილი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, შეკვეთილი წერილები თითქოს და ჩემი ოჯახის კორუმპირებულობასთან დაკავშირებით, რომელიც ვერასოდეს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერანაირი დოკუმენტით ვერ დაამტკიცა, იმიტომ რომ ვერ დაამტკიცებ იმას, რაც არსებობს. როდესაც იწერებოდა შეკვეთილი წერილები და ესე ვთქვათ, ჩემს ვიზიტებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. მე ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი გარკვეულწილად გუნდის შიგნიდან და იყო გავრცელებული ასეთი აზრი, რომ ნინო ბურჯანაძე არის ერთგვარი ფასადი, აი როგორ გითხრათ, ხალხის გულის მოსაგებად, იმიტომ რომ ქალია, სიმპათიური ქალია, განათლება აქვს ასეთი და ეს ჭირდება ამ გუნდს იმისათვის, რომ აი ასეთი სახით რეკლამა გაიგეთოს. მე გამიგია ასეთი აზრი. გრძნობდით თქვენ თავს, ასე ვთქვათ, ფასადი. არა, რა თქმა უნდა, არა, იმიტომ რომ ეხლა მე საკმარისად მაქვს თავმოყვარეობის გრძნობა განვითარებული, რომ არავის და არაფრის ფასადი არასოდეს არ ვიყო, მაგრამ ის გავლენა, რა გავლენაც მე მენდომებოდა, რომ მქონოდა გუნდში განსაკუთრებით დღევანდელი გადმოსახედიდან, მე სამწუხაროდ არ მქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა ჩემი სიტყვა გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, არასოდეს არ იყო ხოლმე იგნორირებული, მაგრამ მე მიწევდა ძალიან ბევრი ბრძოლა იმისათვის, რომ გამეტანა ესა თუ ის საკითხი, რომელიც მე მიმაჩნდა მნიშვნელოვნად. მე განსაკუთრებით აი ეს ჩემი გადაწყვეტილება 2008 წელს უკვე გადადგომასთან დაკავშირებით სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ მე დავინახე, რომ აი სურვილი იმისა, რომ ბურჯანაძე იყოს ფასადი და მას კიდევ უფრო ნაკლები უფლებები ჰქონდეს, ვიდრე ჰქონდა 2004 წლის მოწვევის პარლამენტში, ეს სურვილი ჩემთვის იყო კატეგორიულად მიუღებელი. მე მივიღე გადაწყვეტილება არ ვიყარო კენჭი 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება. მინდა მჯეროდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა წავა სწორი გზით, ჩვენი საზოგადოება დაამკვიდრებს ახალ დემოკრატიულ ღირებულებებს, ძველი მისაღები ღირებულებების განადგურების გარეშე. ესმის მანაც რატო გადაწყვიტა? რა თქმა უნდა, მე არა ვარ კმაყოფილი ამ გადაწყვეტილებით და მე მინდა გითხრათ, რომ მე ჩემთვის ნინო არის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება. ის არის საქართველოს პატრიოტი. ჩვენ მრავალი წელია მოდივართ ერთად. ის არის ადამიანი, ვინც ყველაზე რთულ დღეებში, მაგალითად გასული წლის ნოემბრის, როდესაც ქვეყანაში იყო ძალიან მწვავე პოლიტიკური კრიზისი. დადგა ძალიან მაგრად, ორჯერ ურთულეს პირობებში შეასრულა პრეზიდენტის უფლებამოსილება და მართლაც მოახერხა სტაბილურობის და წყნარი გადასვლის უზრუნველყოფა. ეს არის ადამიანი, რომელიც ჩემთვის არის სტაბილურობის, სიმშვიდის და პოლიტიკური ინტელექტის და ღირსების სიმბოლო. ამავე დროს მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ნაციონალურ მოძრაობა ეს არ არის მხოლოდ არც სააკაშვილი, არც ბურჯანაძე, არც პარლამენტის წევრები, არც მინისტრები, არც პრემიერ-მინისტრი, არც გუბერნატორები. ეს არის მასობრივი საერთო სახალხო მოძრაობა, რომელმაც მოახდინა ვარდების რევოლუცია. უძლეველობის მითი დაიმსხრა და გამოჩნდა, რომ არავითარი უძლეველი ძალა და შეკრული გუნდი ეს არ არის. ესენი იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც იბრძვიან თანამდებობებისთვის, კამებისთვის და გამოჩნდა, რომ ვერ გაიყვეს ეს სავარძლები, ვერ გაიყვეს მანდატები, დაიშალენ და სამწუხაროა, როდესაც პოლიტიკურ ძალას პრეტენზია აქვს ქვეყნის მართვაზე და ვერ ახერხებს შეთანხმებას პარტიულ სიაზე. პირველ რიგში საქართველოს მინდა მოულოცო, რომ მართლაც სერიოზული რღვევა დაიწყო დამპყრობლების რიგებში, ესე ვიტყვი პირდაპირ.
და ვინც ინამუსებს და ნინო ბურჯანაძის გზას დაადგება, ამას ყველაფერს გავითვალისწინებთ. საბოლოოდ დაინგრა მითი იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა და მისმა რაზმმა რაიმე ისწავლა გასული წლის ნოემბრის მოვლენებიდან. დაინგრა მითი იმის შესახებ, რომ სააკაშვილი მზად იყო ხელისუფლებაში მოეყვანა ზომიერი და შედარებით გონიერი ხალხი. იცით, გოგი, შეიძლება ახლა რაღაც ჩემ ემოციასაც გეტყვით, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი სამართლიანიც და კიდევ უფრო 1000 გზის მეტი უსამართლო პრეტენზიები არსებობს ჩემთან მიმართებაში, მაგრამ მე ხშირად მსმენია ხოლმე, რომ აი ბურჯანაძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე, რატო ვერ შეძლო ეს, რატო ვერ შეძლო ის მაგალითად 2007 წლის მოვლენებს, 7 ნოემბრის დიახ, მათ შორის და არასოდეს არავინ არ იხსენებს იმას რეალურად რატომ არ უკვირთ ის, რაც შეძლო ბურჯანაძემ, მე ეს მიკვირს ხოლმე სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ თუნდაც ის, რომ სანამ მე ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე, არ იყო საომარი მოქმედებები, თუნდაც ის, რომ 2007 წლის ძალიან მძიმე მოვლენები შედგა, მაგრამ არ იყო ადამიანური მსხვერპლი და არ იყო ისეთი ზღვარს გადასული სისასტიკე, როგორიც იყო 26 მაისს და ძალიან ბევრი სხვა რამ. არავინ არ აკეთებს იმის ანალიზს, ზოგი შეგნებულად, ზოგი ალბათ უნებურად, რომ იმ რეალური ძალაუფლებით, რაც მე მქონდა, ისიც კი ძალიან გასაკვირი იყო, რის შეკავებასაც მე ვახერხებდი ხელისუფლებაში. თქვენ მედიას აბრალებთ ამას? არა, არავითარ შემთხვევაში მარტო მედიას არა. ძალიან ბევრ პოლიტიკოსებს მათ შორის, რომლებმაც ძალიან კარგად იციან რეალობა. იცით, აი დღევანდელი მედიასაც მათ შორის ეს თქვენი ვიზიტი პუტინთან, ეს ხო კადრი არის, რომელსაც მუდმივად ხო, ძალიან სასაცილოა, როდესაც ფეხსაცმელებზე აქცენტი გაკეთებული, სამარცხვინო საერთოდ. ხო, მედიის манипуляცია არის ეს. თქვენ არ ქონდათ საშუალება, რომ აგეხსნათ, თქვათ, მედიისთვის? არა, რა თქმა უნდა, იმიტომ. აი ახლა გააქვთ. ეხლა მაქვს ამის საშუალება. მე ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეძლებს ხვალ გადააბიჯოს თავის იმედგაცრუებასაც, შეძლებს გადააბიჯოს შიშს, რომელსაც ეს ხელისუფლება თესავს მუდმივად გამუდმებით ადამიანებში, შეძლებს გადააბიჯოს ბევრ სხვა რამეს, დაუფიქრდეს იმას, რა მდგომარეობაშია ქვეყანა, სადაც მოსახლეობის 2/3 სიღარიბის ზღვარს დაბლა, სადაც სახელმწიფო ვალებში იხრჩობა და პროგნოზი არის ის, რომ კიდევ უარესი მდგომარეობა იქნება და ტერიტორიების დაბრუნების შანსი ამ ხელისუფლებაში 0-ის ტოლფასი არის. თუ ამას ყველაფერს თითეული ჩვენგანი დავწონით და ხვალ დავდგებით ყველანი თავისუფლების მოედანზე, მე გაძლევთ პატიოსან სიტყვას, რომ ბოლომდე თქვენთან ერთად ვიბრძოლებ, არც ერთ ნაბიჯს უკან არ დავიხე, ნაბიჯით უკან არ დავიხევ, რადაც არ უნდა დამიჯდეს ეს. ყველაფერი თქვენს ხელშია ძვირფასო თანამემამულენო, ძალა მართლა ხალხშია. დიდი მადლობა, გელით ხვალ 3 საათს. ჩვენი სტუმარი იყო პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე, გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ ვესაუბრებით ჟურნალისტებს მამუკა ღლონცს, პაატა იაკობაშვილს, გიორგი ჩხაიძეს. შეიძლება დაგემშვიდობოთ. შეიძლება. ჩაო კაბუტო ნინო. კარგად ზანდებოდეთ. ჩაო საქართველო. იცით რატომ მოვაყოლე? მე მინდა უბრალოდ ამ თემას დავუბრუნდე, რომ აი რისი გაკეთება შეეძლო და რისი გაკეთება არ შეეძლო პარლამენტის თავმჯდომარეს. სხვათა შორის ერთ-ერთი საკითხი, რომელშიც ასევე არ მივიღე მე საზოგადოების მხარდაჭერა, იგივე 2004 წელს. ეს იყო საკითხი, როდესაც მე პრინციპულად ვითხოვდი, რომ ბურჯანაძის რეკომენდირებული ადამიანების კვოტა გაზრდილიყო პარლამენტში. ასევე მაშინ შემოტრიალდა ეს თემა, რომ ბურჯანაძე თავისი გავლენისთვის იბრძვის და არავინ არ ჩათვალა თავი, ესე ვთქვათ, ვალდებულად ეთქვა, რომ რა თქმა უნდა პარლამენტის თავმჯდომარეს თუ ის არ არის ფასადი, მას უნდა ჰქონდეს თავისი გავლენა და მას უნდა ჰყავდეს თავისი დასაყრდენი გუნდი პარლამენტში. ძალიან მარტივია, ნახეთ რა ხდება დღეს, როდესაც სააკაშვილმა ყოვლის შემძლე პრეზიდენტმა არა დაკარგა უმრავლესობა პარლამენტში, როდესაც მას 60 კაცი ყავს პარლამენტში, რომელიც არასოდეს არ ყავდა ბურჯანაძეს, მაგრამ მას უმრავლესობა აღარ აყავს და დღეს პრაქტიკულად, ყველაზე უტრირება რომ გავაკეთოთ, შუქის გადახდის პრობლემაც კი გაუჩნდა ძლევამოსილ პრეზიდენტს. აი რას ნიშნავს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს თავისი უმრავლესობა ყავს და პრეზიდენტი, რომელიც წლების მანძილზე საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაშია შემჩნეული ელექტროენერგიის ეკონომიას იწყებს. მომავალი წლის ბიუჯეტში მისთვის ხარჯების შემცირებას სააკაშვილმა საკუთარი სასახლის ფასადის ჩაბნელებით უპასუხა. ჩაგრავს თუ არა ახალი ხელისუფლება პრეზიდენტს, რომლის მარტო ერთი თვითმფრინავის მომსახურება თვეში 800,000 ლარი ჯდებოდა, ხოლო ამდენივეს ბიუჯეტი მისი ელექტროენერგიის ხარჯებისთვის იხდიდა. 5 მილიონით ნაკლების დახარჯვა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მომავალი წლიდან უწევს, თუმცა სააკაშვილმა კილოვატების დათვლა უკვე დაიწყო თანაც ძველ თბილისში ფასადის ჩაბნელებით. შესამცირებელ ბიუჯეტს რეაქცია მალევე მოჰყვა. პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე დაცვისთვის განკუთვნილი პერიმეტრის გარდა გარე განათება გამართეს. ადმინისტრაციამ წერილობით განმარტა, რომ გადაწყვეტილება იძულებითი იყო.
დაზოგვის ძირითადი ხარჯები ეხება რეზიდენციის გარე განათებას, რაც თავის მხრივ ჩვენი დედაქალაქის გალამაზებას ემსახურებოდა, მაგრამ ახალი ბიუჯეტის გამო, რაც ითვალისწინებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების შემცირებას, იძულებული ვართ განათება გამორთოთ. მე ძალიან მიხარია, რომ დღეს დღევანდელ პრემიერს ყავს თავისი უმრავლესობა პარლამენტში, რომელიც მას დაეხმარება გაატაროს ის პრინციპები ცხოვრებაში, რაც მას სწორად მიაჩნია. მე ეს ფუფუნება არასოდეს არ მქონია. მე არათუ გადაწყვეტილების მიღება არ შემეძლო დამოუკიდებლად, არამედ ყოველდღიური და ყოველწუთიერი ბრძოლა მიწევდა ხელისუფლებასთან და ეგრეთ წოდებულ ჩემს თანაგუნდელებთან იმისათვის, რომ შემეკავებინა მათი, ესე ვთქვათ, გაქანება, ესე ვთქვათ და არ მიღებულიყო იმაზე უარესი გადაწყვეტილებები, ვიდრე მიღებული იყო. ეგრეთ წოდებული რო თქვით, ნაწყენი ხართ ალბათ ბევრზე. არა, იცით რა, თანაგულდელებს. არა, მე ნაწყენი ვარ მხოლოდ ჩემს მეგობრებზე, რომელთა ნაწილი აღმოჩნდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მეგობარი იყო და არა ნინო ბურჯანაძის მეგობარი, მაგრამ ეს არ ეხება ნაციონალური მოძრაობის გუნდს. მე ნაციონალური მოძრაობის გუნდში პრინციპში პრაქტიკულად მეგობრები არ მყოლია და პოლიტიკაში ნაწყენობა ცოტა არაპროფესიონალიზმის ნიშანია, რასაც ალბათ მე თქვენ ნამდვილად არ დამაბრალებ. ისე შევარდნაძე ნაწყენი იყო ნამდვილად ალბათ, როცა მისი ასე ამბობ, მისი შვილები ასე მოექცა. მე მგონი უფრო ადამიანური მომენტი იყო ვიდრე პოლიტიკური და მე მესმის, იმიტომ რომ მეც მქონდა გარკვეული სენტიმენტური დამოკიდებულებები ედვარდ შევარდნაძის მიმართ, იმიტომ რომ ადამიანს პიროვნულად ვიცნობდი და მას ჰქონდა უდაოდ პიროვნული თვისებები, რომელიც მას გამოარჩევდა ძალიან ბევრი სხვა ადამიანისაგან. ალბათ მასაც გარკვეული კეთილი განწყობა ჩემდამი და ამან გამოიწვია მისი წყენა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე შემიძლია ძალიან გულწრფელად გითხრათ, იცით, ბატონო გოგი, რომ მე ძალიან მართალი ვარ ჩემი სინდისით და ჩემი თავის და ღმერთის წინაშე, როგორც ედვარდ შევარდნაძესთან, ასევე სააკაშვილთან, რომელსაც ვაფრთხილებდი, რომ დაამთავრებდა ისე, როგორც ის აუცილებლად დაამთავრებს, ჯერ არ დაუმთავრებია კიდე თავისი მოღვაწეობა, ძალიან მართალი ვარ ჩემი ხალხის წინაშე. ბურჯანაძე დღეს არის ის პოლიტიკოსი, რომელიც ალბათ ყველაზე კორექტული, ყველაზე პატრიოტული დაბეჭდილებას ტოვებს ჩემზე ყოველ შემთხვევაში. მე მგონია, რომ ძალიან ჭკვიანი განათლებული ქალბატონი ბრძანდება. ეს არის ადამიანი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჭირდება. ეს არის ღირსეული მანდილოსანი, გონიერი, დარბაისელი, სერიოზული, ვისაც აქვს უნარი პასუხი გასცეს მტერსაც და მოყვარესაც. მე მგონია, ნინო ბურჯანაძე იბრძვის სიმართლის და სამართლიანობისთვის და ის აუცილებლად გაიმარჯვებს. საარჩევნო ბლოკი ბურჯანაძე დემოკრატები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ჩემს თავს შეუცდომლად ვთვლი და ამის პრეტენზია ალბათ არც უნდა გქონდეს ადამიანს. შეიძლება რომ გამოყოთ მაგალითად. იცით რა, ალბათ არ უნდა და ალბათ არ უნდა 7 ნოემბერი, არა, მე მანამდე ვიტყოდი, ალბათ არ უნდა დამეთმო პირველი საკონსტიტუციო ცვლილებები, მაგრამ მაშინ იმდენად დიდი იყო ხალხის მოთხოვნა ერთიანობის შენარჩუნებისა, იმდენად დიდი იყო ადამიანების თხოვნა, რომ ნუ დახოცავთ ერთმანეთს თანამდებობის ან ძალაუფლების გადანაწილებისათვის დაუდექით ერთმანეთს გვერდში. მე ვფიქრობდი, რომ შიგნიდან შევძლებდი და შევძელი ძალიან ბევრი რამ, მაგრამ არა საკმარისი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამოვიდეთ ერთიანი ბლოკით, გამოვიდეთ ერთმანეთის გვერდიგვერდ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ გვექნება ერთიანი სია, სადაც ჩვენი თანამებრძოლები, ჩვენი თანამოაზრენი ერთიანად იქნებიან წარმოდგენილნი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ განვახორციელებთ პარლამენტში უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს, კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც რეალურად ქვეყანას ძალიან სერიოზულ კონსტიტუციურ საფუძვლებს შეუქმნის მმართველობის ახალი სისტემისა. მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან სერიოზულად შეიცვლება მმართველობის სისტემა, ძალიან სერიოზულად შეიცვლება ყველაფერი ის, რაც ქვეყნის საშინაო მართვის და საშინაო მმართველობის საკითხებს ეხება. და ბოლოს, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომავალ რიგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ გვეყოლება ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი. ჩვენ პრინციპულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ყველანაირი განსხვავებები, ყველანაირი სხვადასხვა მოსაზრებები გვერდზე იქნეს ეხლა გადადებული,
ქვეყნის ერთიანობის, ქვეყნის ხვალინდელი დღის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ უნდა მოვახერხოთ თანამშრომლობა, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ერთმანეთის გვერდ-გვერდ ბრძოლა ქვეყნის ხვალინდელი დღისათვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვყავდეს ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი ჩვენი გადაწყვეტილებით იქნება ბატონი მიხეილ სააკაშვილი. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს საპარლამენტო არჩევნები ნამდვილად და საპრეზიდენტო არჩევნები ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ბატონი მიხეილი გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, ჩვენ გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ გამარჯვებით გაიმარჯვებს მთელი საქართველო. მე მას გულწრფელად უსურვებ წარმატებას არა მხოლოდ არჩევნების პროცესში, არამედ რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, არჩევნების შემდგომ პროცესში, როდესაც მართლაც ქვეყანაში რადიკალური ცვლილებები იქნება განსახორციელებელი. ალბათ ყველა ნაბიჯზე ბრძოლა ბოლომდე უნდა მიმეყვანა და არ უნდა და მეთმოდა ასეთ შემთხვევაში შეიძლება 7 ნოემბრამდეც არ მისულიყო საქმე. გასაგებია. აი ეხლა ფეხსაცმელს ვლაპარაკობდით და გაქვთ თქო საშუალება რომ მეც მაინტერესებს საუბარი არის ეს რუსეთში ვიზიტებზე, მაშინ როდესაც განსაკუთრებით დაიძაბა ურთიერთობა რუსეთთან. აქ არ ხედავთ შეცდომას. არა, იცით რატო არ ხედავ შეცდომას, რომ უნდა დიპლომატია საერთოდ და პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ უპირველეს ყოვლისა უნდა ელაპარაკო იმას, ვისთანაც გართულებული გაქვს ურთიერთობა. დიპლომატიის არსი საერთოდ არის ის, რომ შენი მტერი მეგობრად თუ ვერ გადააქცევ, ყოველ შემთხვევაში როგორც მტერი უნდა გაანეიტრალო. ამის წინ რაღაცას ვკითხულობდი და არ ვიცოდი, უნდა ვაღიარო, ეთყობა გამომჩა თავის დროზე და ჩემთვისაც მოულოდნელი აღმოჩენა იყო აი ეს წერილი, რომელიც მაჰათმა განდი ხა არ ჩამითვალოს ვინმე რომ თავს განდის ვადარებ, უბრალოდ ანალოგია მინდა მოვიყო. ცოტა ესე ვთქვათ, შეშინებული ვარ ამ ტიპის და განდის წერილი, რომელიც მან მისწერა ადოლფ ჰიტლერს. მე არც მაჰათმა განდის ვადარებ ჩემ თავს და არც ესე ვთქვათ რუსეთს ვადარებ ამ შემთხვევაში ფაშისტურ გერმანიას. უბრალოდ და ძალიან დიდი კრიტიკა მიიღო მაშინ მაჰათმა განდიმ იმასთან დაკავშირებით, რომ წერილი დაიწყო ესეთი სიტყვებით: ჩემო მეგობარო. და ის წერდა ამ წერილს, ეხლა თქვენ ეს კარგად გემახსოვრებათ და არწმუნებდა ცდილობდა უпростоრად დაერწმუნებინა ჰიტლერ, რომ არავითარ შემთხვევაში ომი არ უნდა დაიწყოს და მეორე მსოფლიო ომი კატასტროფით დამთავრდება ძალიან ბევრი ქვეყნისთვის და მათ შორის გერმანიისთვისაც. ეხლა მე არ ამგონია, რომ განდი მართლა ეს იყო პოლიტიკა. აი ეს არის, იცით, პოლიტიკა. როდესაც ჩერჩილი მიმართავდა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა სტალინთან, როცა რუზველტი მოლაპარაკებებს აწარმოებდა სტალინთან, ეს არის პოლიტიკა და არა ის, რომ შენ გულზე ხელი ჯირი იცე, იძახო, რომ შენ ოკუპანტი ხარ და აქედან უნდა წახვიდე, რომელიც არ წავა თუ არ დაელაპარაკები არავითარ შემთხვევაში და მე ჩავთვალე, რომ ჩვენ არ ქონდა პოპულიზმის ასე ვთქვათ, ფუფუნების თავისთვის ეს ძალიან რადიკალური ნაბიჯი იყო და თქვენ იცოდით ალბათ, რომ საზოგადოებისგან ერთ მნიშვნელოვანი რეაქცია არ იქნებოდა. რა თქმა უნდა. და არ შემიძლია არ აღვნიშნო, არ გავიხსენო ხა 26 მაისიც. ამასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ დაუკავშიროთ ეს დღე და ყველაფერი რაც ხდებოდა საქართველოში მაშინ სწორედ აი რევოლუციურ რეჟიმს, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობდა. თუ არ ვწდები, თუ ვწდები მაპატიეთ, თქვენ გაქვთ ესეთი ნათქვამი, რომ არჩევნებით ვერ შეძლებთ სააკაშვილის დამარცხებასო და აღმოჩნდა, რომ შეძლო ეს ქვეყანამ, ხო? უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ როგორც კი გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ არენაზე, მე ერთ კვირაში ვთქვი, რომ ეხლა გაჩნდა შანსი ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის მეთქი. ანუ რეალობა შეიცვალა და ეს შანსი გამოჩნდა.
სასადულო პოლიციისგან რატომ ազգային პარტიის არამიანშება თქვენ პროცესზე თქვენთან საქმე არ ამახდა სინგაში გოგო არ ვიყო გოგო აღარ ხალი არ ვიყო თითებით ვარ გავაკეთე მიხაილოს აღარ თქვენი გადაწყვეტა ხალი არ ვიყო თქვენთან საქმე არ ამახდა თქვენ სინდისთან მოხდა გამყოფა დაიდეთ ეს რა არის გამაგებინე ეს რა არის ხალხო ვინახართ ბანდიტები ხართ თუ ვინახართ თქვენ რა არის ესა გამაგებინე მოკლეს სამართლოში ცემაში და დააგდეს დიდუბეში და 3 საათია ვეცებს სამათყოფო არც ამას არ გაატარებ ერთი სიტყვა თუ პროტესტი როგორ შეურობას ერთი სიტყვა ამის მოკიდეთ ხელი და მიიყვანეთ სამართლოში კი საკმაოდ არ უშვებს ავარ იქნებ ერთი ადამიანი დაეხმაროთ ხო ხედავთ პროცესი არის ეთყობა მამა მაინც ყოლია ეს აი ესენი ჩაატარებენ თინა ნორმალურ არჩევნებს რა თქმა უნდა არ ჩაატარებენ ისევე როგორც არ ატარებდნენ ბოლო 10 წლის განმავლობაში კი მართალია ესეთებზე არ წასული ესეთი არ ჩაატარებენ მადლობთ თინა არაფერს რა მადლობა არა ნუ უბრალოდ ილობის ამბავია რა პატივისცემის ეხლა თქვენ ბრძანეთ რომ არის თუ არა 26 მაისი ვარდების რევოლუციის შედეგი რა თქმა უნდა ვარდების რევოლუციის იდეალები და ამოცანები რომ შესრულებულიყო არანაირ 26 მაისი არ იქნებოდა არანაირი საპროტესტო აქციები, გარდა ესე ვთქვათ, სოციალური მცირე პროტესტისა, რომელიც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ნორმალურია, არანაირი სერიოზული პოლიტიკური პროტესტი არ იქნებოდა, იმიტომ რომ მოდით გავიხსენოთ, იცით, სამწუხაროდ 26 მაისიც დღეს კარგად არ აქვს კიდევ საზოგადოებას გაცნობიერებული რა იყო და ძალიან ბევრი ადამიანი მოყვა. მაგალითად ბურჯანაძემ წაიყვანა ხალხი და დატოვა. რას ნიშნავს წაიყვანა ხალხი? იცით რა, ნუ მე ყველას მინდა ვთხოვო, ნუ მიაყენებენ იმ ადამიანებს შეურაცხყოფას, რომლებიც იქ იდგნენ, იმიტომ რომ მე შემიძლია ვთქვა, შეიძლება მცირე გამონაკლისის გარდა, ვინც შემოგზავნილიყო, იქ იყო ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ნაწილი საზოგადოების წარმოდგენილი ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ საკუთარ თავს მათ თავს რა ელოდა, მაგრამ საკუთარი მაგალითით მათ უნდათ საზოგადოება გამოეფხიზლებინათ და მოდი გოგი ვთქვათ, რომ რეალურად რა მოხდა 1 ოქტომბერს? მოხდა ის, რასაც ჩვენ ვითხოვდით, რომ მომხდარიყო 26 მაისს, ანუ გამოსულიყო 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანი ქუჩაში, მშვიდობიანად დამდგარიყო და ჩვენ ვამბობდით, რომ ამას სააკაშვილი ვერ გაუძლებს და მართლაც რომ არ ემუშავა და არ ვთქვათ, ვერ მოეხერხებინა ხელისუფლებას საზოგადოებისთვის მოეხვია ის კლიშეები, რომ ეს ვიღაცის ახირება და არარეალური ბრძოლა და საზოგადოება უფრო აქტიური ყოფილიყო, მაშინ ჩვენ წელიწადნახევრის მოშორებული გვეყოლებოდა სააკაშვილი და არანაირი ორხელისუფლებიანობა არ იქნებოდა, სააკაშვილი იძულებული გახდებოდა რომ დაეთმო 100,000-ობით ადამიანის მოთხოვნისათვის დაენიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები და 26 მაისს ჩვენ ნამდვილად გამთავისუფლდებოდით. სამწუხაროდ ეს არ მოხდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის არ აქვს უფლება განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ზოგი ტელევიზორთან იჯდა 26 მაისის ღამეს და ზოგი არც იჯდა და დილით გაიღვიძა და დილით გაიგო რა მოხდა. არავის არ აქვს იმის უფლება, რომ ამ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენოს, ეს არ იყვნენ ცხვრები. რომ ვინმე სადმე წაეყვანა ან ბურჯანაძეს ან ვინმე სხვას. მე ყველა იმ ადამიანთან ჩავედი 26 მაისის ღამეს და ყველას ვუთხარი, მოგვერევიან, გვცემენ, შეიძლება დაგხოცონ, რა ვქნათ. ყველასგან მივიღე პასუხი. არც გვითხრათ ქალბატონო ნინო, რომ აქედან წავიდეთ. ჩვენი მაგალითით სამშობლოს დავანახებთ, რომ ბრძოლაა საჭირო ქვეყნის გადასარჩენად. გასაგებია, სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო იწურება, მე უბრალოდ დამავიწყდა არ შემიძლია არ კითხოთ. ვარდების რევოლუციის დროს იყო ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომელიც საერთოდ რევოლუციაზე ამბობდა, უარს და ამბობდა, რომ მუდმივად ვიქნებით ასეთ რეჟიმში, მაგალითად ახალი მემარჯვენეები გახსოვთ და მაშინ ახალი მემარჯვენეების მიმართ დამოკიდებულება ისევ მედიამ, მე მაინც ვფიქრობ, რომ მედია ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში იყო ყვეთრად უარყოფილი. ხელისუფლება თუ რაიმე ნაბიჯს გადმოდგამს, ჩემს მიმართ და ხელს არ შემიშლის, მე აუცილებლად ამ ფონზე თქვენ რომ გისმენთ ახლა, აუცილებლად ხელისუფლებას დაუჭერ ხარს, ამას ღიადგებული. იმიტომ ხარს რაიმე გაკეთებულა და კეთდება იმედი ახალი მემარჯვენეების იმედი არავის არ აქვს და ბევრჯერ ითქვა და მე ქუთაისის საკრებულოში თქვენს წარმომადგენლებს პირველი სიტყვა რაც უთხარი როცა თავმჯდომარე ავირჩიეთ და
მდივანიც ვერ დანიშნავს. ეხლა თუ შეიძლება დავამთავროთ, აი მაშინ ახალი რომ ახალი მემარჯვენეები აი ერთი წუთი ერთი არა ჩვენ სულ ორი წუთი ერთი წუთი მაშინ ქუთაისში ასეთი ძალადობით ეს კაცი ახლებად დარჩები ახლა ვერ დაძველდებით და სტუდიაში სპარტოგინა ეს ძალადობით ბატონო მე ძალიან მინდოდა სხვათა შორის დამენახა პარლამენტში ისეთი ბონდო შალეგიანი რომელიც ხალხის გამარჯვებით მოვიდოდა და ხალხის ნდობის მანდატით არა თხერო დარბიხა თბილისიდან თბილისში საბუთებით საჩივრებით ვიღაცა ბატონო მე არ მჭირდება თქვენი ხელითაა ჩამოტანილი ხო კარგად ჭირდება ეს ტყილებათ იმიტომ რომ ხალხის რეიტინგი თქვენ და ხელისუფლებას ბატონო ბონდო არასოდეს არ გეკნებათ მე თქვენ ისევ არ გეხებით იმიტომ რომ ჩვეულებრივი ნაკოფი და შვილი ხართ იმ ხელისუფლების რომელიც დღეს ქვეყანას მართავს იმ ხელისუფლების რომელმაც დაანგრია ეს ქვეყანა და კიდე ეძებს სადღაცა რაღაცა საშუალებაზე რაც დარჩა ის დაანგრია ბატონო დავით იმ ხელისუფლებას ზოგადად მოეყვანეთ შეიძლება ადამიანების ძალით მოყვანა ხელისუფლებაში პარლამენტში ჩვენი პარტიის წევრები ადამიანები რომლებიც მენანება ერთადერთი კაცი ეზო შავიშვილი თქვენ ვერდით არის თქვენ ბატონო დიდი მადლობა აბსოლუტურად გასაგებია თქვენი პოზიცია დიდი მადლობა დავით საგანელიძე ახალი მემარჯვენეები ბონდო შალიკიანი ყიბულის მაჟორიტარი კანდიდატი ხვალ კიდევ გაიმართება ერთი პროცესი და ვნახოთ ხვალ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უზენაესი სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენ დავბრუნდებით რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც საერთოდ უარს ამბობენ რევოლუციაზე და ამბობენ, რომ უნდა გავუძლოთ 4 წელი, უნდა გავუძლოთ, ანუ სანამ არ შეიცვლება ხელისუფლება და ასე შემდეგ. თქვენ როგორ თვლით, აი ეხლა რო იყოს პრობლემები საზოგადოებაში სერიოზული, ისევ დაუბრუნდებით ამ რევოლუციურ რეჟიმში, აი როგორ რას გიგრძნობთ გული ასე. რა თქმა უნდა დაუბრუნდებოდი, იმიტომ რომ ვიცით რაშია საქმე. აი ის რომ არ გვინდა, არავის არ უნდა რევოლუცია. ეხლა ვინმეს რატო წარმოუდგენია რომ ბურჯანაძეს რევოლუცია უნდა და ეხლა მე ვგავარ ისეთ ადამიანს რომლის ხობიც არის ქუჩაში მიტინგებზე დგომა მტვერში ჭუჭყში იმ კადრები რომ ნახეთ საკმაოდ უხერხულად გიცნობთ თავს მე მგონი თუმცა ქუჩაში გამოდიხართ 2000 და რა თქმა უნდა არც მანქანაში და კუთხელებით გავიდა აქედან მე მინდა უთხრა მას ვერანაირი ხრიკებით იგი ხალხის რეაქციას ვერ დაუძლება. ერთ-ერთი სალაპარაკო მასთან რაც შეიძლება იყოს. არის ის, რომ მოვილაპარაკოთ იმ პირობებზე, რა პირობებითაც იგი უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, დაგვალებოს თავი და მოაშოროს თავისი ბანდა. ჩვენ შევანადეს 30 წელია ველაპარაკებით. უბრალოდ ის გველაპარაკება და დაგვრჩინის. ეხლა ჩვენ მისი დასაცინი უკვე აღარაფერი აღარ გვჭირს. ჩვენ გვინდა ჩვენი ღირსების დაცვა, ჩვენი თავმოყარეობა და კაცი პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ ხალხს აი ესე გაექცევა, ის არ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი იყოს. მოასი არის ხალხი. აი ესე არის. ძალიან დიდი მადლობა. მადლობელი ვარ თქვენი. ბოლომდე მივიყვანთ, რადგან ცდილობს, ესე იგი ძალიან შეეშინათ. რახან ძალიან შეეშინა და აღარ უნდა მოყოჩაღდეს. იმიტომ რომ ჩვენ ვართ მაგრები, ეხლა ჩვენ მხარეზეა უპირატესობა და თელმა ქართულმა ხალხმა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ის რაც დავიწყეთ. არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ შეიძლება უნდოდეს რევოლუცია, არ შეიძლება უნდოდეს ესე ვთქვათ პროტესტი, არ შეიძლება შენი მოთხოვნილება იყოს. თუ ყველაფერი კარგად არის, რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მაგრამ მოდით ესე ვთქვათ, იცით, ყველა სერიოზული პროგრესული გარდატეხის წინაპირობა იყო სწორედ რევოლუციური ცვლილებები. ადამიანები რომ შეგუებოდნენ იმ ყოფას, რა ყოფაშიც ადამიანები არიან, ვერასოდეს პროგრესი ვერ მოხდებოდა მსოფლიოში. მე არავის არ მოუწოდებ რევოლუციისკენ, მაგრამ თუ ხელისუფლება რევოლუციამდე მიიყვანს საზოგადოებას და შექმნის რევოლუციურ სიტუაციას, მაშინ შემგუებლობა ამ დროს არის დანაშაული. იმიტომ რომ რას ვეგუებით ჩვენ, მოდი ვთქვათ, გოგი, მოდი პირდაპირ ვთქვათ, 26 მაისი რომ დამთავრებულიყო წარმატებით, მშვიდობიანად 100,000-ობით ადამიანი ქუჩაში გამოსულიყო, ძალიან ბევრი ადამიანი გადაურჩებოდა გაუბედურებას, ქონების წართმევას, დაჭერას, აწიოკებას, ბევრი გადაურჩებოდა იმ უბედურებას, რაც ჩვენ ციხეში ვნახეთ. როგორ შეიძლება ჩვენ შევეგუოთ უსამართლობას? ანუ უარის თქმა ბრძოლაზე
და ბრძოლის მეთოდები სხვადასხვა არსებობს რევოლუციის უკიდურესი ბრძოლა მეთოდია მხოლოდ უარის თქმა ბრძოლაზე ეს არის შემგუებლობა და შემგუებლობა ეს ხომ ყველა ბოროტების თუ არა ყოველ შემთხვევაში სიკეთის საფუძველი ნამდვილად არ არის იცით რა არის შენ შეიძლება ბოროტებით არ უნდა შეებრძოლო შეიძლება კი არა არ უნდა შეებრძოლო ბოროტებით თორე მაშინ შენ უკეთესი არ გამოდიხარ იმაზე რასაც ებრძვი მაგრამ განაჩვენ რა იგივე ჩვენი სარწმუნოება იმას გვეუბნება რომ ბოროტებას შეეგუე და შენი ესე ვთქვათ პასიურობით ბოროტებას ხელი შეუწყოო ამას არც ერთი რელიგია არ ამბობს ამას არც ერთი ფილოსოფია არ ამბობს და მე უბრალოდ შეიძლება ხა არ გამახსენდეს ზუსტად ვისი სიტყვებია მაგრამ მეტი ძალიან სწორი სიტყვებია იცით რომ ეშმაკისათვის, სატანისათვის ყველაზე მოსახერხებელი ის ვითარება, როდესაც კარგი ადამიანი არაფერს არ აკეთებს რეალობის შესაძლებლად. უმოძრაობა. ისევე როგორც მე მახსოვს სხვათა შორის სწორედ დანტეს ეს სიტყვები მოვიტანე, როდესაც 2003 წლის რევოლუციის დროს სტუდენტები შემოუერთდნენ რევოლუციის აქციას. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. მე ხა პირველად ვამბობ ამას, მე ბავშვები რომ დავინახეთ, ცრემლი ძლივ შევიკავე, მანქანაში ვიჯექი, იმიტომ რომ შემეშინდა რომ ჩემი შვილი სტოლა ბავშვებს შეიძლება რა დამართნოდათ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, არ ვიცოდით და მე მესმოდა ეს პასუხისმგებლობა ძალიან კარგად. გადაიღო დიდი ხონჩიდან ეთნიკელი დროშები საბჭოთა სოციალისტური საქართველოს დროინდელი დროშები ეს არის თქვენი ბოლო ეს უნდა დაიხაროს თქვენი სახეები აბჭოების მის გარეშე შევარდნაძის რეჟიმის გარეშე რეჟიმს არა არა არ გვინდა მამალაძე არ გვინდა რჩეულიშვილი არ გვინდა დორმენაძე არ გვინდა ზოდელო არ გვინდა ჩხაიძე არ გვინდა შევარდნაძე კმარა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა მე ჩემი გადადგომის მერე ჩემს გადაფურთხებულს არ ავლოკაო ფურთხილოკია პრეზიდენტი კმარა მაგრამ მეორეს მხრივ მე როცა მივესალმე ამ სტუდენტებს გავიხსენე დანტეს სიტყვები რომელიც ამბობს რომ ყველაზე მძიმე ხა მე შეიძლება ზუსტი პერიფრაზ გავაკეთებ ზუსტი ციტატა ქართულად ნამდვილად არ მახსოვს რომ ყველაზე ცხელი კუთხეები ჯოჯოხეთში შენარჩუნებულია და შენახულია იმ ადამიანებისათვის რომლებიც დიდი ცვლილებების დროს ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს არ შეიძლება შენ წყნარად იყო არ შეიძლება შეეგუო როდესაც ხედავ რომ ქვეყანა ხელიდან გეცლება როდესაც იცი რომ ციხეში ხდება ის რაც ხდება, როდესაც იცი რომ ახალგაზრდობას ტვინს ურეცხავენ და ზომბირებული ახალგაზრდები უნდათ შექმნან და არ უნდათ სამოქალაქო საზოგადოება, არ უნდათ საშუალო ფენა, იმიტომ რომ ქვეყანა სადაც არ არის სამოქალაქო საზოგადოება და არ არის საშუალო ფენა, არ არის განათლებული ახალგაზრდობა, არის ადვილის სამართავი, როდესაც მე როგორც პოლიტიკოსი გოგი ვხედავდი რომ ყოველდღიურად ჩემი ქვეყანა საერთაშორისო სამართლის სუბიექტიდან ხდებოდა საერთაშორისო სამართლის ობიექტი, რაც ქვეყნისათვის კატასტროფული შედეგების მომტანი იყო, შეიძლება ყოფილიყო და იყო კიდეც. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმედი მაქვს, რომ არასოდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ სამშობლოში აღარ დადგება რევოლუციის აუცილებლობა და აღარ დადგება ამის საჭიროება, მაგრამ ამისათვის ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. იმისათვის, იმ მიმართულებით, რომ არ შევეგუოთ, არ მოვითმინოთ ის რისი მოთმენაც არ არის. რევოლუციამდე არ მივიყვანოთ. არ მივიყვანოთ რევოლუციამდე საკ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბარი იყო, ქალბატონ ნინო. მე იმედი მაქვს, რომ ამ წლებს კიდევ გაიხსენებს და იმ ადამიანები გავიხსენებს და იმ შეცდომებსაც, რომელიც დაუშვით მაგ დროს, ამ დროს და ძალიან დიდი მადლობა გულწრფელობისთვის. კარგი იქნება თუ არა შეცდომებზეც ვინმე გაამახვილებდა. დიდი მადლობა. ცოტა ხანში ჩვენი გადაცემა გაგრძელდება. მადლობა.